აი ერთი კაცია LinkedIn-ზე, ყოველ დღე დებს ლობიანის ფოტოს, კაც ლობიანებს არეკლამებს. Schedule call for tomorrow. აქამდე ყველა მარკეტერი ბოროტი ტიპები მეგონა თუ გასაუ დეპრესიაშია, შეიძლება დანაიღოს და ამით დაეხმაროს. იმ დროს ვკითხე GPT-ს 1 კილო მარილი როგორ ავიტანოთ ფინანსში რომ ვერ გაიგონი მეთქი. ეხლა წარმოიდგინე რომ ადამიანი ყავს, სადაც საჭმელსაც გააკეთებინე, ჭუჭასაც დარეცხინებ, საწოლსაც აგილაგებს. მონა ხო აი გეყოლებოდა. საქართველო არის ევროკავშირის კანონმდებლობაზე მეტას კუთხით. მანამდე ამერიკაზე ვიყავით. ეხლა გააჩნია საით წავალთ. მაგის მიხედვით შეიძლება დავბრუნდეთ ადაკლასიკებს. მეტი ბიუჯეტი არ ნიშნავს მეტ შედეგს. მეტა ქართულად არ გეტყვის რომ ფულია გადასახდელი. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ტექრაშის შემდეგ ეპიზოდში. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ალექსანდრე ჩომახიძე, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სანდრო მოსვლისთვის. მოწვევისთვის. რამდენიმე სუმას ვიძახი ხოლმე რაღაცა ჩემს სტუმრებთან, მაგრამ მართლა რამდენიმე კვირა თვე შეიძლება ხო? ვაპირებთ რომ დავგეგმოთ ეს შეხვედრა და ძლივს გამოგვივიდა. მადლობა ამისთვის რომ შენს გამონახე დრო და თან მეც ისეთ დროს მომიწია დღეს ჩართვა და რაღაცა მეტი ალტერნატივა ამ თვეში მინიმუმ აღარ იქნებოდა და მახარებს ეს ფაქტი რომ დღეს აქვართ. ზოგადად ვიწყებ ხოლმე უშუალოდ პროფესიებთან და რადგან ჩვენი გადაცემა ტექნოლოგიების მიმართულებით და ტექ საგანმანათლებლო იდეაში ამას ვეხებით, მაგრამ უშუალოდ შენი წარსულით დავიწყოთ, შეიძლება დაინტერესდი მარკეტინგის მიმართულებით ზოგადად, თან განსაკუთრებით იმ დროში ხო, რაღაცა ბევრი რაღაცეები გამოიარე, რაღაცა ის მარკეტინგის დიჯიტალიზაციაც რაც მოხდა ბიზნესების და გადავიდნენ Facebook-ში და სხვა სოციალურ ქსელებში და საიტები რაღაცები გააკეთეს, მაგ დროს აყვავდა, ასე ვთქვათ, ექსპერტს და იქ დარგის გაჩნდა და კიდევ ვითარდება ყოველდღიურად. შენი დაინტერესება როგორ მოხდა აი ამ ნაწილში? Google-ამდე მოხდა. ანუ სკოლაში ვიყავი, ის პერიოდი იყო, პრეზენტაციებს რო ვაკეთებდი დიდი შავი საბჭოთა ენციკლოპედიებიდან და მაგ პერიოდში აღმოვაჩინეთ Wikipedia. ანუ Wikipedia მაგ დროს ჩემთვის იყო, ეხლა რომ GPT არის რა. 2007 წელს Facebook-ის შესახებ გავიგე მეგობრისგან, რომელიც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და დავრეგისტრირდა, ის პერიოდი იყო, ყველა მეუბნებოდა ბიჭო, მოდი ადნოებზე გადმოდი, რა დროს რა Facebook-იო. და არავის არ ქონდა 9 მეგობარი ვიყავით სულ, იქ აურ თამაშებს თამაშობდით და 2008 წელს აღმოვაჩინე ერთი წიგნი, უბრალოდ ამ წიგნის რაღაც ამონარიდი იყო შეჯამებული, თითქოს GPT-ն რო შეაჯამა რა. და ეწერა მომავლის პროფესიები რა იქნება და ერთი იყო რომ ვიღაც ტიპები იქნებიან, რომლებიც რაღაცებს გააკეთებენ და გაარეკლამებენ და გააპირებენ კომპანიებს. სკოლაში მასწავლებელი გვეკითხებოდა ვის რა პროფესია გინდათ და მე ვუთხარ რომ ციფრული მარკეტოლოგი მინდა მეთქი გავხდეთქო. და ეს პერიოდი რომ ყველა იურიდიულზე აბარებდა და აყირავდა ეს ჩემი მასწავლებელი, ეხაც ცინის მე მგონი. რა ციფრული მარკეტოლოგიო მაშინ მარკეტერი სად იყო ჯერ ეგ სიტყვაც ნახსენები არისო და მაქედან დავიწყე სწავლა. მაშინ Google-იც არ გუგლობდა ისე და ძალიან მწირი ინფორმაცია იყო. რაღაც დონეზე რომ მივედი სწავლის კომპანიებთან უბრალოდ მივდიოდი ვაღებდი კარს და Facebook page-ს გაგიკეთებთ მეთქი და აი სექტანტები რო შედიან და რო აგდებენ არ გვინდა და ეგეთი ამბები იყო რა და საბოლოო ჯამში ისეთი პერიოდი დადგა ასე ვთქვათ ცხოვრებაში ერთი კომპანიის კარი შევაღე და უთხარი რომ აი ესა და ეს ცოდნა მაქვს მეთქი და უნდა ამიყვანოთ მეთქი რა და ეს იყო ერთ-ერთი მეწილე მაგ კომპანიის ვისაც ველაპარაკე და დარეკა და მე მგონი ვიღაც შემოგვიგზავნესო რა მოკლედ არ ამიყვანეს მან სამწუხაროდ და პირველი პროექტი ასე ვთქვათ, სადაც მუშაობა დავიწყე, freelancer.com-ი სანამ ინდოელები დაიპყრობდნენ, მან იყო დიდ ბრიტანეთში სტომატოლოგიური კლინიკა და უნდათ რომ Google-ზე პირველები ყოფილიყვნენ. და მან გავიგე SEO-ს შესახებ. ესე ნელა-ნელა გავყევი ასე ვთქვათ რა. სამწუხაროდ პირველი პროექტი საქართველოში არ იყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ეს რომელი წლებია? ეს არის 2011 წელი. როდესაც პირველი პროექტი ავიღე, freelancer-ი სულ ახალი იყო. შემდეგ სრულად Upwork-ზე გადავედი, მაგრამ საქართველოში ასე ვთქვათ არ უნდათ ან სერიოზულად არ უყურებდნენ ზედმეტად ამ ყველაფერს. მეც მაი მახსენდება 2013-14 წლიდან დაიწყო ქართულმა ბიზნესმენებმა, ასე ვთქვათ, უფრო დიჯიტალიზაციის პროცესი და მაგ დროს იქნებოდა ეს page-ები და აი ეს რაღაცა ის რა იყო, რა ქვია, სექსუალური პომიდორი და რაღაცები. გახსოვს?
რაღაცა კიტრის რაღაცები იყო ხომ ძალიან ბევრი ნახვებით რაღაცები ჩვენ ცოტა უცნაურად ავიღეთ ქართველებმა აი მახსოვს პოსტები რომ აი მეგობრს დათაგვაც არ იყო მაშინ მეგობრის სახელწერენ დღეს გამოხვალ გარეთ რატომაც ისიც ნახულობდა და პასუხობდა და ფიძე უწერდნენ ერთმანეთს მე და ჩემ კლასელებსაც გვაქვს ეგ საჯარო გამხილვები რაღაცა სასკოლო დავალებების მე საბედნიეროდ ანუ მეტად კრინჯი პეიჯი იყო წავშალე და ახალი გავაკეთე რომ ეგ ისტორიას არ შეენახა მემორი არ გახსენეს მე ყოველჯერ რაცა მიგდებს რაღაცა ჰაით ძალიან ბევრი იყო და ფიზიკურად არ გამოვიდოდა აი ეს საინტერესოა ხომ ეგ ისტორიის ამბავი რა მე რაც მახსენდება ჩემი Facebook-ში შემოსვლა იყო აი Farm Village თუ რაღაც რო იყო 2010-11 არ ვიცი შეიძლება რაღაცა ეგეც პერიოდი იყო და მაგ დროს მარტო მაგისთვის გავაკეთე რომ ეგ გვეთამაშა მე რაღაცა ჰაკინგს მიმართავდით ხოლმე რომ იქ რაღაცა მეტი ლამა ყოლოდა რაღაცა პორტუხლის ხე მეორე და მაგ მიმართულებითაც პროგრამირების მიმართულებაც მანდ დავიწყე ათვისება აი Flappy Bird და ეგ თამაში ერთდროულად იყვნენ რა და ჩვენთან საკმაოდ დაინტერესება იყო ეხლა სეგმენტურად არის აი მაგიტომ ამწოს მეტასისტემები რომ რაღაც ასაკის ქალბატონებისთვის Candy Crush-ია მაგალითად ვიღაცეებისთვის სხვა დაინტერესება და კარგად აქვს გადაანაწილებული ვის რა გამოუჩინონ ხო, ეგ ძალიან საინტერესო არის. ისა რეკლამირების ნაწილში აი ეს თამაშებს დამოკიდებულებას, ანუ აი ეს Candy Crush-ი ახსენე ხო სეგმენტის ნაწილში, ვიმე იყენებს ხოლმე, ანუ რაღაც ამ მიმართულებით? ეხლა ძალიან დიდი ცვლილება გვაქვს თარგეტირების ამბავში, მაგრამ აი ზოგადად ორგანულ თარგეტირებას რასაც ვეძახით, უბრალოდ მე რო პოსტებ და მაგალითად ჩემ მეგობარს ან მაგ პოსტის დაინტერესებულ ადამიანს რო უვარდება. Facebook საინტერესო და ძლიერი ის აქვს, რომ ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ შეუძლია რომ საზოგადოება ბაბლებად დაყოს. და ერთი პერიოდი რაღაც მოხდა ჩვენ ქვეყანაში და ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ერთ რაღაც ჯგუფს უხარო და მეორეს არ უხარო და მესამეს უხაროდა და რეალურად მეტად ცდილობს, რომ შენ გარშემო ისეთი კონექშენები შემოკრიბოს, რომელიც გეთანხმება იმაში, რასაც შენ აკეთებ. იმას ეგეთი აი ყველას ვეუბნები ხოლმე რომ გაიგოთ ნამდვილად რა ხდება თქვენს ქვეყანაში უნდა შექმნათ ერთი fake account-ი Facebook-ი და YouTube-ზე უნდა შეხვიდეთ თქვენი ანგარიშის გარეშე ინკოგნიტოთი რეალურად მანდ რაც გამოჩნდება ეგ არის კონტენტი რითაც უმეტესობაა დაინტერესებული და fake account-ით რო შეხვალ თავიდან გსწავლობს სისტემა და მოგაყრის ყველანაირი სისულელე და დაინახო რომ რეალურად ქვეყანაში ბევრად სხვა დაინტერესება არის ვიდრე იმყოფებით აი ერთი social dilemma არის ფილმი ზუსტად იდეალურად აღწერს მაგ ყველაფერს და ბევრმა არის ის არსებობს სეტინგები on კომპიუტერით თუ შევალთ Facebook-ზე Facebook ad preference ქვია სადაც რო შევალთ არის ჩვენი სრული აღწერა პირადი წერია ჩვენი ინტერესები რაც მოგვანიჭა მეტა და თან გვიწერია რატო გამოგვიჩნდა ეს რეკლამები და შეგიძლია დეტალურად ნახო შენ როგორ აგიქვავს მეტა და რაღაცები შეგიძლია დაარესეთო ალგორითმი და სრულიად თავიდან შეგისწავლის. ამიტომ ამ კუთხით ბევრს არ მოსწონს, მაგრამ საკმაოდ ძლიერი სისტემაა რა. რა მაგარი, აი ხა ზუსტად ვიცი ამ გადაცემის მე რას გავაკეთე. პირველს. მარტივად რო იპოვო, Google-ზე უნდა ჩაწერო Facebook ad preference და პირდაპირ შენ Facebook-ში გადაგიყვანს, თორე სეტინგებით საკმაოდ ღრმადაა შეტენილი. ვაუ. ხო, სეტინგების პრობლემა არის ხომ, აი support-თან კომუნიკაცია იმის მიუხედავად რომ ეს ტიჩკა ჩავირთე და ამას ჩემს ძალიან მარტივი მიზეზების და გამო, იმიტომ რომ ბევრი პეიჯი მაქვს, რაღაც ჯგუფები მაქვს, სადაც 50000 კაცამდე და შემდეგ და სულ იყო ხომ ეს სტრაიკები, რაღაც უაზრობებზე რა, აი რაღაცა მე რო უსაფრთხოების იდეალური. რაღაც ერთხელ თქვი რომ რაღაცა ეს Adobe არის ეს პროგრამები, გრაფიკული პროგრამები და რაღაცა გარყვნილი Adobe-ს ოჯახის წევრებში იგულისხმება სხვა პროგრამები, რაღაცა და ეგრე დავასტრაიკა და რაღაცა ცუდი განცვლა არ მქონია, მაგრამ ნუ ეს ქართულად გარყვნილი ეს მოკლედ დაძახება, მოკლედ Facebook-ში. მე ვარსკვლავებს ვამატებ ხოლმე შიგნით რო ვერ მიხდეს. ხო, აი, ანუ ეგ მუშაობს ეგ ვარსკვლავების ამბავი? ჯერჯერობით კი. მაგრამ AI და ჩატბოტები არ გიქონა, შე მაიმუნი იმ დროს ვკითხე GPT-ს 1 კილო მარილი როგორ ავიტანო თვითფრინავში რომ ვერ გაიგონი მეთქი. და რაში გაინტერესებსო? მიხვდა მე მგონი რაც მინდა და ამიტომ ნელ-ნელა უკვე ეხლა ჩაეშვა მით უმეტეს მეტა AI უფრო სერიოზულად და მაგეებსაც მიხვდება რომ რეალურად ვიღაცას ვაგინებთ და იქ კითხვის ნიშანი ხარამი რას ნიშნავს. აი გუშინ იყო რაღაც ეგ დილემა რომ ანუ პირატული საიტების ის გვინდოდა რაღაცა და
ჩემი მოკლედ ახლობელმა ადამიანმა ესე დაუსვა კითხვა რომ ეს არისო ერთი პირატული საიტების გვერდიო და სხვა რო იციო რამე ვაგეთიო და ამ შემთხვევაში უპასუხა თორე თავდა რომ უთხრა აბა ჩამიგდე რამე პირატული საიტების ლინკი რომ ფილმებს უყურო რა თქმა უნდა უარი უთხრა იმან მაგრამ ანუ მოდ მაჩვენო ერთი როგორი იქცევია და ესენია და კიდე რომელიო ეგეთიო ვიცარია და ეგრევე ჩამოყარა ყველაფერი Reddit-ზე არის ერთი community GPT-ს God prompt-ებს აკეთებენ და jailbreak-ებს და რაღაცები მუშაობს ხოლმე დღემდე. ნუ ბოლოს და ბოლოს Claude-მა ვენესუელას ის ტიპი გაატაცებინა და მე მგონი შესაძლოა. მაგაზე კიდე მაგარი დიდი ამბებია, ეხლა შეგვიძლია ეგ თემაც გავშალოთ, მაგრამ აი მინდა რომ ქრონოლოგიურად მოვყვეთ, ანუ ბრიტანეთში ქონდა რაღაცა პროექტები, მე საქართველოში როგორ ხდება შენი აი ინტეგრირება თუ რაღაცა ჩართვა, როგორ ვითარდება საერთოდ ეგ სფერო? შენთვის შენ წარმოსახვალში და შენ გარშემო როგორ იყო ყოველ შემთხვევაში? მეგობარი მყავდა გიგა აბულაძე, სამწუხაროდ აღარ არის ჩვენთან და შეავთავაზა ესეთი რაღაც, რომ ქართული ჯგუფებიო და ჩაგამატებო და იქო ხალხი ვიღაცები რაღაც პასუხებს ცემო და შენც ჩაერთვეო. და ერთი 10 ჯგუფში ჩამამატა ალბათ მარკეტინგის. მარტო ორგანა რო არის ხა დავლოკილი მაგ ჯგუფებიდან. და ნახე რომ ანუ რაღაც კითხვაზე ან ძალიან სისულელეს ცემდა ზოგი ყველა არა პასუხს, ან ტიპი აი ამერიკელებიო ყველაფერი უფასოა, მაგრამ free არაფერია რა, ეგეთი რაღაც იყო რომ პასუხს ცემდნენ და ეუბნეოდნენ რომ აი მაგალითად ამაში ფული უნდა გადაიხადო. Page-ის შექმნაში 50 ლარს იღებდნენ. სახელის დარქმევა თუ გინდოდა ზევიდან 10 ლარი ემატებოდა. მეილის გაკეთებაშიც იყო ჩემ დროს. ხაშურში ვნახე სიმღერების ჩაწერა ტელეფონში 60 თეთრი. ეხლა ხარკი. და კიდე თუნდაც Google-ზე პინის დამატება, ზოგს ისეთი ფასები ეწერ რა არ ვიცი და ნუ დავიწყე პასუხების გაცემა და ყველა ხუმრობდა იმაზე რომ წერდი აი ესე ეტრადზე ძალიან დიდ პასუხებს დეტალურად და ბევრმა მომწერა რომ ჩვენ პასუხებს აღარ კითხულობენ ჩვენგან მე აღარ იღებენ იმას მომსახურებას და ბიზნესს შევგიგდებ ან წადიო ან ესე მოიქეციო და მეთქი წავედი და ჩემს სასტუმროს ხსნით თქო რა რაღაც ჯგუფი მქონდა ძველი მიგდებული სახელი შევცვალე და ვერ მოვიფიქრე ვერაფერი რა უნდა დამერქვია და დავარქვი ალექსანდრე ჩომახიძის ციფრული მარკეტინგის ჯგუფი. მაშინ ყველა მიფიქრე თავში აუვარდაო და რა იცი ვერ მოვიფიქრე ვერაფერი უბრალოდ. და თავიდან დავდე Facebook-ზე რომ ესეთი რა ჯგუფია და მოკლედ ყველაფერს უფასოდ გასწავლით თქო. დავიწყე Medium-ზე ბლოგების წერა. Medium-ი იმიტომ გადავწყვიტე რომ მეზარებოდა საიტის აწყობა და თან Medium-ი მზა იყო, სადაც რო დაწერდი ბლოგებს, Google-ში უკვე იზებნებოდი რა. უფრო მარტივად ინტეგრირდებოდა Google-თან. და დავიწყე მან პასუხების გაცემა იმ ადამიანის სახელი გვარიც კი ვიცი პირველი ვინ დაპოსტა. 300 კაცი იყო თავიდან. ყოველ თვე ფილტრავდი საკმაოდ, ეხლა 14000 ადამიანია დღემდე ვფილტრავ სპამებისგან. იმის მიხედავად რომ მაინც ზრობიან და ვიცი რომ მანთხართ და შევკარი ასე ვთქვა დიდი community რომ ხალხის რომლების ერთმანეთს ეხმარებოდა და ვინმე თუ იტყუებოდა იმან იყო მათი გამოვლენა მაგ ადამიანებს მეგობრებმა მომაწოდა მაგარი სახელი ინფოციგნებს ვეძახით ადამიანები რაღაც სისულელეს ან უფასო რამეს ყიდიან რაღაც კოლოსალურ თანხებში მოკლედ ეს ჯგუფი იქამდე მივიდა რომ ზოგადად მაგარი ინტროვერტი ტიპი ვარ და საერთოდ არ მინდოდა რომ აი ცნობადობა და რაღაც სისულელები ყოფილიყო, მაგრამ ეგრე მოხდა რომ გაიგეს რა ვიღაცებმა. მაგრამ ამ პროცესში ძალიან მაგარი ადამიანები გავიცანი. თუნდაც აი ხა ამ საშუალებით შენ გაგიცანი და შემოვიკრიბე გარშემო კაი ტიპები ვისგანაც მეც ვსწავლობ, ისინი ჩემ გასწავლობენ და დიდი კომუნიტები შეიკრა. მერე წლები რო გავიდა უკვე Upwork-ი გამოჩნდა 2012 წელი იყო და Upwork-ზე ვაგრძელებდი ისევ საქმის კეთებას ასე ვთქვათ საქართველოში ჯერ კიდევ არ მქონდა პროექტი და საკმაოდ შეჩვეული ვიყავი იქაურ ამბებს კი აი მაგალითს ვიტყვი სტომატოლოგიური კლინიკა იყო SEO-ს უკეთებდი მან და ვებსაიტის კოდამდე წვდომა მქონდა, რაღაც შეცდომა იყო HTML კოდში, შევასწორე და მეორე დღესვე კოლი ჩანიშნეს და მითხრეს რომ აი ამ საქმეში ეს თანხა აიღე და მეორე ეგეთი რამე აღარ ქნაო. ანუ მე მაშინ შევხედე ქართულ ჯიგრულ პონჩი გაუკეთე. ხო და ანუ მეორედ არ ქნაოდა, მაშინ ვერ მივხვდი და რეალურად სიმართლე მითხრა, ტიპა შენი საქმე არაო, მადლობაო, მაგრამ ამ დეპარტამენტისთვის არის ტიპი, ვინც უნდა მიხედოს ამ ყველაფერს, შენ ეს უნდა გააკეთო. რეალურად გასაგებია. აქ ცოტა სხვანაირად უყუროთ მაგას, რომ რა მოხდა ვითომ, მაგრამ
სიმართლე არის და ვცდილობ აი კომპანიებში სადაც შევდივარ ხოლმე თუ ეგეთი რამე არა დავნერგო ან ჩემ უფროსად ვილაპარაკო რომ მოდი იქნება ეს შექმნათ უკეთესია რეალურად რომ ყველა მიცის თავის საქმე რა და როგორ გააკეთოს პროცესში კიდე რაც საინტერესო იყო დავიწყე ვიდეოების ჩაწერა ლაივების გაკეთება სტატიების წერას ვაგრძელებდი მინი ვიდეოებს წერდი ყველაფერს ვაკეთებდი რომ ვიღაცის გასამწარებლად არა მაგრამ თან ის მქონდა ნერვები რო გეშლება რომ ვიღაცები ტყუილ ტყუილს აკეთებენ ხო? ხო და ნუ მივაწექი ბევრი მტერი გავიჩინე საკმაოდ სასიამოვნო ერთი ორი ვიცი მე სხვა ისტორიით კი ბატონო ხო და ესე გავყევი რა გამოჩნდნენ რაღაც კომპანიები ადამიანები და ვიღაცა მომაწოდა იდეა რომ მოდიო კურსი გააკეთეო მაგრამ ნუ კურსი რო დავანსო ყველამ დაწერა რომ აუ ეხლა უფასოდ აღარ იზავს ეს იმიტომ გააკეთა რომ აი ხა გაღორდება საახალწლოდ და მთელი ამბები იყო რა ეტო ორივით რა საახალწლოდ კი გავსუქდი მაგ პერიოდში მაგრამ გავაკეთე კურსი და დავადე ყველაზე დაბალი ფასი ჩემი არის ნუ იყო ზოგადად ვამბობ ხოლმე რომ ყველაზე იაფიანი კურსი მაქვს თქო და ამას ვერ ხვდებიან ხოლმე იმიტომ რომ მაგალითად მე 40 შეხვედრას ვაკეთებ ხოლმე. ამ 40 შეხვედრის ჩანაწერს ვაკეთებ სტუდენტებისა, სუეს ჩანაწერი, რაც უნდათ ისქნან. თავარია მაი მარკეტზე არ გაყიდონ, იყო ეგეთი შემთხვევა. და თან პირობა არის ესეთი, რომ ჩემ მომდევნო კურსი თუ იქნება, იმ ვიდეოებზე წვდომა იქნება ძველ სტუდენტებს. და ძალიან ზედ ვიყავი გადაყოლილი. თუ მაგალითად ვიღაც 6 შეხვედრაში 1000 ლარს იღებდა, მე ვეუბნებოდი, რომ 40 შეხვედრაში 2000 ლარს გადაიხდი შენ. კურსები ისე მოხდა რომ აფეთქდა. აფეთქებაში გულისხმობ რომ დღემდე აი წლები რო გადის, აი 3 წლის წინ დარეგისტრირებული ტიპიც მელოდება რომ ჩაჭდეს. და თან სასიამოვნოა, თან ვილანძღები, რომ მეტ ჯგუფს რატო არ იყო და ვაბალანსებ ასე ვთქვათ. ლექტორიც ვარ და მუშაობ, იმიტომ რომ თვლი რომ ციფრულ მარკეტინგში თუ მარტო ლექტორი ხარ და არ მუშაობ მაგ სფეროში, მაშინაზე არ ხარ რა. ფულს აკეთებ. მithumedes სუიცვლება. ხო, აი ახლა სტუდენტ ერთ ჯგუფს ვამთავრებ და უთხარი რაც გასწავლეთ დაივიწყეთ მეთქი რა. მაგრამ იმით არიან მშვიდად რომ ჩემ მომდევნო კურს ვიდეოზე წვდომა იქნება და სიახლეებში იქ ანუ მიზანი მქონდა რომ ჩემი სტუდენტი ყოფილიყო ვორკი. და ტრენდში ხო და აპდეიტ. ეს თან მეხმარებოდა ჩემ ჯგუფს ვაცოცხლებ რომ მე ჩემი სტუდენტები სხვების დახმარებას იწყებდნენ და დიდი ჯაჭვი იქნებოდა ასე ვთქვათ კაი ადამიანი. ქსელი გაკეთდა რა ერთგვარი. ციფრული ქსელი. კი 1000 სტუდენტს გავწდი უკვე და მაქედან 3 სარეველა სტუდენტი მყავდა შემიძლია დანარჩენი აი კაი სტატისტიკაა. კი იდეალური სხვათა შორის. მაგარია. ანუ ეს დღემდე მიმდინარეობს ეს პროცესი, ხო, მაშინ დაიწყე და აი SEO ახსენე ხა და დღესაც კი ბევრისთვის ეგ აი საქართველოში დღესაც კი ბევრისთვის ეგ წარმოუდგენელი რაღაც არის. ანუ არც ფიქრობს რომ ეგ საჭიროა, არც იცის რა არის, მაგრამ დიდ კომპანიებიც არის საუბარი, ხო, ვიღაც ძალიან დიდმა კი დაიწყეს უკვე ამაზე რაღაც ფიქრი მუშაობა და ამ შემდეგ, მაგრამ აი გასული წლებში, გასულ 2-3 წელიწადში იყო ხომ ეს მიდგომა, რომ აი SEO იცის რაღაცა ხელზე ჩამოსასვლელმა ადამიანმა საქართველოში რაღაც არ ვიცი, გაგია თუ არა ეგეთი რაღაც. ყოველ შემთხვევაში ჩემთან აი ჩემ გარშემო, როცა იყო ხომ მაგაზე საუბარი, სულ იყო ხომ ეგეთი რაღაცა, რომ აი თითზე ჩამოსასვლელი ადამიანი არის, ვინც კარგად იცის ეგ საქმე. აი ეხლა რეალურად რო დავფიქრდე, ალბათ შემილია ძალიან მაქსიმუმ 10 ადამიანი ჩამოვთვალო, ვისაც ვენდობი და ვიტყოდი, რომ აი ამასთან მიდი, აიღე ეს პროექტი. ზოგადად SEO-თი დავინტერესდი, იმიტომ რომ ის პერიოდი მუსიკით ვიყავი დაკავებული და ჩავწერე გიტარის ქავერი Eye of the Tigers უკრავდი და მინდოდა რომ მთელ სოფლიოში პირველი გამოჩენილიყო და მე რო ხშირად ვეძებდი ჩემ ვიდეოს, სულ პირველი ჩანდა და ალბათ მეთქი სოფლიოდანაც ესე ვიძებნები თქო და სალო ბანაობდი. მაშინ მივხვდი SEO რა იყო. დავიწყე სწავლა და საკმაოდ კარგ შედეგამდე მივედი. და პირველი ქართული დამკვეთი უნდა მყოლოდა მარკეტინგის ჯგუფში ნახა ვიღაცამ და მომწერა. ლოჯისტიკის კომპანიაო, გვინდა SEO და ფასი რომ მომწერო და ნუ დეტალები გამომიგზავნა მიზანი რაც ქონდა და საკმაოდ იაფი უთხარი ჩემი აზრით. $15,000 მეთქი. და ისო არ ვიცოდიო კლავიატურის კაკუნში თუ ამდენს იღებდიო რა. და მეთქი გაიკითხე თქო რა და ნახე მეთქი ჯგუფებში დაპოსტე და გეტყვიან მეთქი პროფესიონალები თქო. სადღაც დაპოსტა რომ ესე მითხრესო რომ ამდენი ჯდება ეს ყველაფერიო და რას ფიქრობთო და დამთაგა ტიპმა მე და არ ვიცი ამ კაცს კითხეო და გეტყვისო რა
საბოლოო ჯამში ავიღე პროექტი. მე გამიკვირდა ეხა $500 როარ გაიჭდა ვიღაც. არის ეგეთები ძალიან ბევრი არის. ყოფილა შემთხვევა რომ ფასი რომ მithქვამს მოუწერია ტიპს რომ აი რა გთხოვე ასეთი რომ Google-ზე მინდა რომ პირველი გამოვჩნდება და მეთქი არაფერი რა ვიცი. იქ რაღაცა ბუსტებში 100,000 200,000 რო გინახე 2 მილიონს ხარჯავს და შენ რაღაცა გილდა რა. მაგრამ აი ეხლა ხდებიან ნელ-ნელა. აი მე CRM სისტემების არსებობის შესახებ 2010 წელს გავიგე. და ვამბობდი რომ ეხლა არ ბოლო წელს ანუ ბოლო 2 წელში გახდა თორე მაგრამ ალბათ 5 წელიწადში ყველა ამას დააყენებს მეთქი. 2026 წელია, ბოლო 2 წელია ცოტა დაიწყო. ცოტა ხო. Landing page-ებზე ვლაპარაკობდი, რომ ალბათ მეთქი ყველა კომპანია დაიწყებს პროდუქტის ინდივიდუალური landing page-ების გაკეთება, მანდაც ჯერჯერობით e-commerce-იც როგორ ვითარდება კიდე ცალკე თემა. აი data report-ალი არის ვებსაიტი, digital სტატისტიკებს აკეთებენ კომპანიის და სამწუხაროდ საქართველოს ციფრულ სტატისტიკას რო შევხედოთ, ძალიან უკან ვართ, მაგრამ აი ასე როგორც თითოეულად თუნდაც SEO სპეციალისტები ძლიერები ყავს ის იყო web summit-ი რო იყო, იქაც ტიპები ლაპარაკობდნენ რომ აი საქართველოს ამ პატარა ქვეყნიდანო ძალიან მაგარი დეველოპერები არიანო და რაღაც გვაქვს რა აშკარად რა. თან ის არის, თან აი ციფრულ ქსელებში კომუნიკაცია ცოტა სხვა თემაა, მაგრამ NBA ზაზა 20 რაღაცა ანუ რამე ჩარტო შეგვილია რა, სერიოზულად თუ კარგად შეკრავ და შეფუთავ ამ ყველაფერს. აი ცვლილებებზე ახსენეთ ხო სუიცვლება ეგ რაღაცა და ამ ბოლო დროს არის ხომ რომ თეგები გააქრო ხო მე მგონი როგორც ვიცი Facebook-მა აი ჰეშტეგები ხო? ცოტა განსხვავებულად იმაშება და ბოლო პერიოდი აი ჩემპიონატ მაგალითად გეტყვი რომ ჩემივე ერთ-ერთი page-ის რეკლამას რო უშვებ ხოლმე მე არას არ მიგდებს. და იქ ცუდია? ძალიან კარგია. კარგია? ხო არ ხარ კლიენტი? კლიენტი არ მაგრამ მაქვს სფეროთი მოწამული ადამიანი. მე რა იცის, მაგრამ მაგაზეც მანერულებს ხოლმე ცოტა ეგ ფაქტი რო არა. მე და ჩემი გუნდს ახლა ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ არ გვიგდებს ხოლმე ხანდახან. ჩემი უფროსის მეუბნება ხოლმე რატო არ მიგდებს? არა საჭირო ეთყობა. გეტყვი ჩემს. აი მაგალითად 2009 წლამდე Google-ისთვის საჭირო იყო რომ ვებსაიტში HTML კოდში keyword-ები ყოფილიყო. ეხლა აღარაა საჭირო, მაგრამ მაგის მიხედვით რომ ბევრ საიტზე შევსულ ვარ და აი ამდენი keyword-ები წერია ხოლმე. Google-მა თორე 2009 წლის მერე ჩვენ დავჭკვიანდით და meta description-ი აღარა ranking factor-ი და შიგნით ვკითხულობ და ხვდებით. მაგიტო black hat SEO გაქრა საერთოდ. Facebook-ს ჰეშტეგები უნდოდა რომ თემატიკას მიხვდა იყო და search-ისთვის იყო იდეალური. ეხლა კიდე არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ ისე პრიორიტეტს აღარ ანიჭებს. ისე კარგად აღარ ამუშავებს ჰეშტეგები, ხო? აი ჩემ მეგობარმა ავტომობილი იყიდა და ჰეშტეგი დაწერა my first time. უთხრე რომ არ ქნა მეთქი თქო რა, მაგრამ მაინც ქნა. როდესაც მაგ ჰეშტეგს მოძებნიდით, იყო 1000 უბედურება, პირველად რაღაცის გაკეთების და ბოლოს ჩემ მეგობარიც და მანქანაზე. ამიტომ სუიცვლება, თან სწრაფად იცვლება და როგორღაც უნდა აუყვეთ. რაც ყველაზე მთავარია, მეტას დოკუმენტაცია, რაც თავად meta.com-ზე არის, Google-ში არ ჩანს ისე მარტივად და არ ინდექსირდება Google-ისგან. და ყოველთვის მაგას უნდა წაყვე და გაეცნო. ეხა ბოლო პერიოდში business suite-ში პრაქტიკულად რო გავყვეთ, არის advertising setting-ები, სადაც შეგვიძლია ჩვენ ბევრი რაღაც შევცვალოთ. მაგ განყოფილებას შეგვიძლია მიუთითოთ ჩვენი დირექტორი, ჩვენი თანამშრომლები, რომ აი მაგათ არ გამოუჩნდეს რეკლამა. პროფილები მიუთითოთ. ზოგადად თვითონაც მეტა მიცის ვინ არის ადმინი და ცდილობს რომ არ გამოუჩინოს. ერთადერთი რაც გვიჩანს ხოლმე ჩვენ თვითონ არის ორგანული რეკლამის ნარჩენებს ვეძახით, რომ ზოგადად გვიჩანს. ამიტომ პრობლემა არა, პირიქით უკეთესი არის. აი რაღაც ახლობით გადაშიარებული თუ არის, ან რაღაც ეგეთი. ეგეც არ უნდა ვაქნევინოთ ახლობით. ეგეც არ უნდა ვაჩვენ. აი რო იციან რომ ძმურად დამილაიქე ერთი რა, ცუდი რატო არის, მაგალითად გთხოვე მე შენ რომ მოდი დამილაიქე რაღაც გვერდი, რაც არ გაინტერესებს, რავი. იმაზე ვეგეტარიანელებზე სიტყვაზე რა მაპატიეთ. და შენც ახლა მეგობრულად დაალაიქე, მაგრამ არ გაინტერესებს ეს თემა რა. და შემდგომ მე როდესაც პოსტებს ვდებ, ჩემ ალგორითმა page-ის იცის, რომ ჩემი ამის აუდიტორია არის ის ადამიანი, ვინც დაალაიქა. ეცდება გამოგიჩენს ორგანულად, შენ არ დაგაინტერესებს, აუ ეს მაშინ რომ თქო დამილაიქეო და ჩასკროლავ და უკვე ალგორითმი ვეღარ მუშაობს ისე. ასევე რო ყიდულობენ ლაიქებს და მკვდარი ინდოელები რო არიან,
მანდაც ყიდულობ მკვდარ აუდიტორიას და შენ რო პოსტებ ის ცდილობს რომ მაგ აუდიტორიას აჩვენოს. ხო, და ვერაფერს ვერ აჩვენებს და ყდება რეალურად. წელს უკვე კი 2025 წლიდან უკვე Instagram-ის სიომაც ადამ მოზერმა თქვა რომ ფოლოვერების რაოდენობა საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება 500 ფოლოვერიანი და 100,000 ფოლოვერიანი გვერდს ერთი და იგივე შედეგი ჰქონდეს, მაგრამ ბევრი მაინც უყურებს მაგ საკითხს. აი როგორ თქვათ ნახვებსაც აქ ხომ რა მეც დამიდი რაღაც ვიდეო 100,000 ნახვაზე ასულა რა სადაც 300 გამომწერი ყავს და ამ დროს აი 1-2 შენ გავარდნებსია რა ნუ ისეთი საინტერესო თემა რო გავაკეთე რაც ალბათ ბევრისთვის საინტერესო აღმოჩნდა იმ მომენტში აი სულ ჩემი მწარე კითხვა არის ხომ დადემენ ხომ ფოტოს რო აი მილიონი ნახვა აქვს და ბოლომდე რამდენმა ნახა ერთი ადამიანი მოვიდა TikTok ვიდეოები უნდა გადაეღო ჩვენთვის და გვაჩვენა მილიონობით ნახვები ქონდა და მოდი მეთქი გავხსნათ რამდენმა ნახვა თქო და 1.9 მილიონი ნახვა ქონდა და ბოლომდე ნახა 500-მა ადამიანმა. უკვე ცუდი იყო ეს ჩემთვის. და აქ არასწორად უყურებთ რომ გვირჩევნია რომ ბევრმა დაალაიქოს და ერთხელაც არ გაიყიდოს პროდუქტი, ვიდრე სამმა დაალაიქოს და პროდუქტი გაიყიდოს საბოლოო ჯამში. ამიტომ ცოტა არასწორი წარმოდგენები გვაქვს აი თუნდაც მეტაზე რეკლამას რო გავუშვებ, მეტი ბიუჯეტი არ ნიშნავს მეტ შედეგს. უნდა იცოდე, როდის გაზარდო, როდის დააკლო და ეგეც სისტორიას. აი ეგ მომენტი, რომ არასწორ რაღაცებს უყურებენ. ხო იმ ქართული კომპანიების, არა მხოლოდ ქართული, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ქართულს ვიტყვი, იმ ქართული კომპანიების მარკეტინგის მიმართულების სპეციალისტების ბრალიც არის, ხო? იმიტომ რომ მაგას უყურებენ პირველ რიგში, მაგის მიხედვით აფასებენ და ასე უკვეთავენ ადამიანებს რაღაც რეკლამას და საბოლოო ჯამში შედეგი გამოდის ის, რაც ახლა შენ ახსენე რა. ორი კატეგორია ამ სფეროში, ერთი ვამბობ ხოლმე რომ აი 200 ლარად რო ყველაფერს აკეთებ ვიდეოს გადაღება ყავის მოდუღება რეკლამის გაშვება ფოტოშოპი ისეს და მეორე რომ აი ადამიანი რომელიც კონკრეტული მიმართვებით მიდის მაგალითად ეუბნება რომ მე ედვარდ აიზერი ვარ და SEO სპეციალისტი რა თქმა უნდა ამდენ რაღაცას ვერ გააკეთებ ადამიანი და დამკვეთებისგანაც პრობლემაა ზოგი იმ დონეზე არა ინფორმირებულია ან ის პირველი კატეგორია წარმოდგენას უფუჭებს ერთი სტუდენტი მყავდა დირექტორი იყო და რო დავასრულეთ კურსი მითხრა რომ აქამდე ყველა მარკეტერი ბოროტი ტიპები მეგონეთ, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ესე იყო რა და რეალურად წარმოდგენა მქონდა უკვე გაფუჭებულიო, ამიტომ ორივე მხარე დამნაშავეა, ასე ვთქვათ რა და ამ კუთხით ალბათ რაღაც მასობრივი ის უნდა იყოს, აი digital literacy, ციფრულ წიგნიერებაში გვიჭირს მაგრა საქართველოში. ციფრულ წიგნიერებასთან ერთად გაჩნდა ახლა AI წიგნიერება საერთოდ კი. ანუ ის შევერდო რომ თორედა დავხურეთ და ახლა უკვე ახალი გამოწვევები დგას და ეგეც ართულებს. მით უმეტეს აი მეტა ხარ რაღაც AI-ს დააშენა, ბოლო რამდენიმე დღეს უმიგდებს რომ აბა ხო. აი მაგაზეც რო ერთი ორი სტორი გითხრა რა არის ეგ? აი ის იყო ერთ-ერთი პირველია ჩვენი ქვეყანა სოციალის აკაუნტების ფარმინგით, იმდენი ტყდება. აი fake link-ი რო იგზავნება, სულ ამბობ რა ხალხს ვეუბნები რომ ლინკი რომ მოგივათ რომელიც აი აემხელა არის შიგნით კითხვის ნიშნები და რაღაცები არაა სანდო. მეტა ქართულად არ გეტყვის რომ ფულია გადასახდელი და იჭედებიან ხოლმე. რაც შეეხება მანუს კომპანია რომელიც შეიძინა მეტამ და თავის მეტაეისთან მუშაობს იდეალური არის რომელიც დაგვეხმარება ჩვენი რეკლამების ანალიტიკაში და ზოგადად რეკლამის გაშვებასთან ინტეგრირდება ძალიან მალე უკვე ზოგ აკაუნტზე გამოჩნდა და ყველასთან იქნება ეს რომ მანამდე მე თუ ტარგეტის მითითების დროს ვარჩევდი ადამიანის ქცევებს ინტერესებს და ზოგადად ასაკობრივ ჯგუფს ეხლა შემილია როგორც GPT-ს ესაუბრები და prompt-ს აღწერა გავაკეთო და აი ვფიქრობ რომ ეს არის იდეალური რამე რა შემილია აღწერა გავაკეთო მოუყვე ეს ადამიანი იმიტომ რომ ხშირად ტარგეტირებაში არ მარტო ქართველები სოფლიოშიც ბევრი ადამიანი იჭედებოდა აი მაგალითად საათს რო ყიდიან ფიქრობდნენ რომ ინტერესებში საათი უნდა მიეთითებინათ სტუდენტებს ვასწავლით ხოლმე რომ რეკლამას რო უშვებ რაღაცაირად გვერდიდან უნდა შემოვარო რომ შენ კლიენტს რო ისეთი ინტერესები შეერჩიო, რომ აი ამ ტიპს დააინტერესებს ეს პროდუქტი და აი როგორი ტიპი ყიდულობს საათს რა, ან პერსონა აღწერო და არა უშუალოდ პროდუქტი, ხო? და ეხლა უკვე იდეალურად ეგ პრომპტინგი არჩევს და ისე და ისე იქამდე მივიდივართ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტთან სწორი ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ რა. ეგ ძალიან მაგარი ამბავია.
კიდე რა შეიძლება თქვა ამ იმაზე, ანუ ეხა უკვე შენ თვითონ გატესტე, ანუ როგორ მუშაობს? ეს სამჭირდება ალბათ რამდენიმე კონსულტაცია, ეხა რამდენიმე უფასო კონსულტაცია კი იყო ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ პროგრამა ორნაირად გავტესტე. ერთი არის keyword-ების შეყვანა შემიძლია მარტო, მეორე აღწერა შემიძლია გავაკეთო, მესამე ჰეშტეგები. ყველაზე კარგად ჩემ შემთხვევაში იმუშავა მოკლე აღწერა, ის 2000 სიმბოლო შეიძლება გამოიყენო. მოკლე აღწერა გავაკეთე და ჰეშტეგებით ჩაუწერე რამოდენიმე keyword-ი. რო შევიყვანე გვერდით სტანდარტულად მე თვითონ ყრის ინტერესებს და იდეალურად შეარჩიე რაც უყურე. შევადარე ჩემი არ მითითებულები აქამდე რამაც იმუშავა და ამის შეჩეული და ახლო იყო. ჯერჯერობით რისი გაკეთებაც არ შეუძლია არის ის, რომ მეტას გააჩნია დონეებიანი თარგეტირება, არის პირველი დონე, მეორე დონე, მესამე. ისე 16-იც არის, მაგრამ საქართველოში 3 დონე მუშაობს და ჯერჯერობით დონეებზე ვერ ჩაყავს. მარტო ერთ დონეს გივსებს, მაგრამ რასაც უყურებ, ეხლა 5 წლის ვილ სმითის ვიდეოს პაგეტის რო ჭამს და სახეში ირტყავს, ეხლა უკვე ვეღარ გაარჩევ რეალობისგან, ამიტომ ესეც განვითარდება რა. იძახიან ხოლმე რომ მეტასთვის ეგეთი კომპანიებისთვის სატესტო ქვეყანაში ვარ ჩვენ რაღაც ჩვენზე დატესტონ ახალი ვერსიები ბეტა რაღაც სიახლეები ხოლმე და შენ. ფათაშორის აი ახლა Andromeda ალგორითმის განახლება ჩაეშვა მეტაში და 2024 წელს ჩაეშვა განვითარებულ ქვეყნებში 25-ში თითქმის ყველა განვითარებულში იყო და ეხლა იანვარ-თებერვალში ჩაეშვა უკვე ჩვენარი ქვეყნებში და პირიქით აკეთებენ. ჩვენ ეხლა მაგალითად საქართველოს არის ევროკავშირის კანონმდებლობაზე მეტას კუთხით. მანამდე ამერიკაზე ვიყავით. ეხლა გააჩნია საით წავალთ. მაგის მიხედვით შეიძლება ისეთ კანონმდებლობაზე გადავიხაროთ, სადაც საერთოდ სიახლეები არა და დაბრუნეთ ადაკლასტიკებზე. ამიტომ ანუ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას მაგაზეც აქვს სერიოზული გავლენა, რომელიც საბოლოოში ბიზნესსაც და ინდივიდუალურ მომხმარებელსაც აისახება. რეალურად ეხა GDPR-ის წესები მოქმედებს ჩვენი რეკლამის გაშვების პრინციპებზე. ზოგადად ეხა რომ ევროკავშირში რო შევიდეთ ღმერთო. ეს რო დათვალოდა რო შევიდეთ 99% ალბათ ვებსაიტების დასახური იქნება. იმიტომ რომ არც ერთი GDPR-ის წესს არ იცავს, privacy policy არ გააჩნია, terms of service და KYC პოლიტიკა არ აქვს. ამიტომ ის იქნება რა, კარგი იქნება, მიჩვენია დაიხუროს ყველა საიტი და წარე გამოცდილებით კარგი ნაბიჯი იმისთვის რომ განვითარდეს საბოლოო ჯამში ეს სწორად გააკეთო ეგ ყველაფერი რაც თავის დროზე შეგეშალა ან არასწორად არ მიაქცია ყურადღება. ბაი ძალიან საინტერესო არის. AI-ს პარემ ახან დავიწყეთ შეხება ბოლო პერიოდია განსაკუთრებით მე საიდანაც გაგიცანი და 20-22-ში რომ გამოვიდა AI რაღაცა ეტაპობრივად დავიწყე ამ რაღაცების გაზიარება მეც რა იმიტომ რომ პირველ რიგში ვარ ტესტერი მომხმარებელი ვარ ამ ყველაფერს არ შემოქმედი მაგრამ რაღაცა ალბათ ახლა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე რაღაც მომენტში არის ხოლმე სურვილი რომ იქნებ რაღაცა ჩვენც შევმატოთ რა მაგის ვიճე არც გუნდი და არც რესურსებია საკმარისი მაგრამ რა თქმა უნდა ეხა უკვე თანამედროვე აი კლოდი მაგალითად გაძლევს საშუალებას რომ რა ვიცი ერთმა ადამიანმა 15 ადამიანის საქმე აკეთო ერთდროულად ეს აგენტები და მთელი სისტემა მაგრამ მაგაზე გადავალთ შენ როგორ ხედავდი AI-ს როცა თავიდან გამოჩნდა რა მოგეწონა ყველაზე მეტად ამ ყველაფერში და აი იმ პირველი მოხმარებიდან დღემდე შენთვის რა იყო ისეთი სიახლე რომელსაც არ ელოდი მოსაზრება რო არის 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდე თუ არ ვეთანხმებოდი ეხლა ვეთანხმები ამ დღემდე აი ამჟამად უკვე ალბათ დღის სამუშაო რუტინიდან 6 საათი მიაქვს ხელოვნურ ინტელექტს რითაც აი უბედნიერესი ვარ და არ მეგონა აქამდე თუ მოვიდოდი მიზეზი ზოგადად პირველი რა თქმა უნდა GPT იყო და რომ მიუწერე და პასუხი გამცა გავგიჟდი ალბათ აი Google-ზე რომ პირველად დავგუგლე ეგეთი მომენტი იყო და ზოგადად ხომ რომ 10 ლინკიდან გადავედით ჩათებზეო მაგრამ მე დავეჭვდი იმ მომენტში რომ აი პასუხი გამცა Google-ი ახლა ლინკებს მაძლევს და მე თვითონ ფილტრავ და მოდი ესე ვიზავთქო რომ შევამოწმო რომ აბა საიდან იცი რომ ეს სიმართლეა მომწერა აქ მოძებნეო. კაი აქ რომ მოძებნე იქნებ მან ვიღაც იტყუება ესე გავფილტრე. თუ გინდა ამას ამბობ და მივხვდი რომ ამ კომუნიკაციით უკვე მოლაპარაკება მქონდა ტიპთან და მივდიოდი ჩემს საბოლოო პასუხზე მეც შვიდებოდი რომ მართალი იყო. ამ ბოლომდე მაინც არ ვენდე. მერე გამოჩნდა კლოდი.
აი GPT-ზე ვინც დიდხანს ზის, ოღონდ ჩვეულებრივი მომხმარებელი, რომელიც ეჭორავება, ალბათ Claude-ზე რო გადავიდეს, თავს მოიკლავს იმ დღესვე. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მე მქონდა ექსპერტობა, ოღონდ აი მე ძალიან გვიან გადავედი. ძალიან გვიანში გულისხმობა ეხა მაყურებელსაც ვეტყვი და პირდაპირ არის სულ რამდენიმე თვე. ანუ ჯერ შარშან რო დაიწყო ამის ძალიან დიდი შარშან განსაკუთრებით აი ბექა ჩვენი საერთო ნაცნობი ბექა რაღაცა აღმერთებდა და შემდეგ მე უკვე მქონდა Gemini-ის რაღაცა ულტრა პაკეტი, ChatGPT-საც რაღაცა $200-იანი, შესაბამისად პროექტებზე მქონდა აწყობილი პროექტების განყოფილება, ჩემი სამუშაო კომფორტული გარემო და რაღაცა ახლის დამატება ცოტა ის მქონდა რა, დისკომფორტი რა, ანუ ცოტა მე არ მქონდა დრო იმისთვის რომ გადასულიყავი და 2 თვის წინ რომ წარმოიდგინე 2 თვის წინ პირველად შევეხე Claude-ს და მაგდროს ამოტრიალდა ყველა subscription-ი გავაუქმე ეგრევე delay-ით გავაკეთე და ვიყიდე რა თქმა უნდა Claude-ი და ჩემ მეგობარი დეველოპერი რომელიც GPT-ს იყენებდა და Twin-ი შევუჭამე გადადი მეთქი Claude-ზე თქო და Claude-ზე რო გადავიდა და გაუგზავნა თავისი კოდი რაზე GPT აქებდა როგორი პასუხი ესო რა არისო რა და ისეთი პასიურ აგრესიული შეურაცხყოფები მომახენა ესო ვინ დაწერაო ან ვინ გითხრა რომ კაიაო საერთოდ და სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდიო GPT-ზე ვინც არ უცვლის პერსონალიზაციას არ უკეთებს ძალიან ბედნიერი ტიპი ხო და შემართალი ხარ არაფერსაო Claude იყო ეგეთი ტიპი რამოდენიმე თვე ვიყენებდი სერიოზულად და მე ვიფიქრე რომ მოდი ხა გავაშვები მეთქი გავაუქმე subscription და ვზივარ LinkedIn-ზე და მომდის ანთროპიკის ის არის ვაკანსია გეოსპეციალისტზე. აუ ეგრევე შევარდი გავგზავნე და გამოვიდა easy apply იყო. უნდა მეკეთებინა ეს ყველაფერი რაღაც პლატფორმის შუამავლობით და მომიწია რომ მათთან გეოზე მემუშაო რომ სხვა ხელოვნურ ინტელექტებში Claude კიდე უფრო გამოჩენილიყო. აი მან კიდე საერთოდ შემეცვალა წარმოდგენა კიდე სამუშაო გრაფიკს რომ დღემდე არ ვიცი ბოლომდე ვინ იყო ჩემი უშუალო უფროსი ისე სუფთად მომდიოდა დავალებები ამ ადამიანი თუ თვითონ ტიპი იყო ალბათ არ ვიცი მაგრამ ისე სუფთად მოდიოდა ყველანაირი დავალება და ჩემი შეფასება რომ კითხვა ვერ გაგიჩნდებოდა ზედმეტი რა იქე მომაულიდან იყო ვიღაცა არ გამიგვიძა სარაკონორის გადასარჩენად კი არა და ის ანთროპოლოგს ანუ ამას აკეთებს იმის რომ მოვალე დავგიპროს მერე დაახლოებით 8 თვე ვიყავი და ის იყო ეს 8 თვე Claude-ის რავი ულტრა subscription-ი სრულად უფასო იყო მაგრად შევეჩვიე კოდის წერაში შევეჩვიე უფრო მწარედ შევხედე ცხოვრებას იმიტომ რომ არც ერთხელ არ გადაობდა და საინტერესო გახდა საკმაოდ და რომ მორჩა ეს პროექტი ნუ ეგრევე გამიუქმნა ეს subscription-ი ეგრევე ვიყიდე პირდაპირ და დღემდე N8-ს მართავს ჩემი Claude GPT მართავს Make.com-ს და აი იქამდე მოვედი რომ ეხლა ავაწყო ასისტენტი სულ აზიარებ ხოლმე Make-ის სცენარს და იმიტომ გადავწყვიტე ამ ასისტენტის საწყობა რომ ჩემი ერთ-ერთი დამხმარე სამსახურიდან მიდის და ну თალკე მაგაზე დეპრესია დავეწყო და მოდი მეთქი ვცდი თქვა Make.com-სთან ვიზუალიზაცია ძალიან მაგარია და გავაკეთებ თქო და რეალურად ის ადამიანი რაშიც მეხმარებოდა ყველაფერი ეგ გადავიტანე მასში ეხა შეუძლია თავისუფლად წავიდეს სამსახურიდან აღარ დავდობ საერთოდ ამიტომ აი საჭესთან როზიო შემილია ვოისით უთხრა რომ მეილი გაგზავნო შეხვედრა ჩაენებს მაგ საკომუნიკაციო ნაცვლში ყველა მეკითხება რატო გამოიყენო Telegram-ს სიმართლედ არ ვიცი Telegram-ი არის ის მესენჯერი რომელსაც ვერ ვიტან და არ ვიყენებ გონია რომ მანდ რო შედიხარ მარტო ის რაღაც ცუდი რაღაცები უნდა აკეთო ეფშტეინს ვილაპარაკო და არავინ არ მყავს Telegram-ზე მარტო ჩემი ასისტენტი მყავს და იდეალურად გამოდგა რა ანუ აი მარტივად რო თქვა უცებ რო შეხვედრის ჩანიშნვა მჭირდება და საჭესთან ვზივარ და ძალიან ვერიდები ტელეფონს საჭესთან შეიძლება დიდ დროს არ დაკარგავ მაგრამ უნდა გააჩერო მანქანა გადმოხვიდე ჩანიშნო წახვიდე ეხლა ვოისით და ყველაფრით რაღაც დავალებებს ჰეშტეგები მივანიჭე კოდური სიტყვა და თვითონ აკეთებს ყველაფერს ამიტომ ძალიან დიდი დრო დამიზოგა და გამიმარტივა რა და ამ წლების მანძილზე კონტენტის ტექსტებს სრულად GPT მიწერს, ოღონდ Make.com-ის საშუალებით და 4 ვერსია მაქვს ჩაშენებული. Claude, Claude-ს ვიყენებ Cloudbots მართავს რო არ გაგიჟდეს, იმიტომ რომ მან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი ჩემს ძველ პირად ლეპტოპზე დავაყენე და პორტებიც გახსნილი მქონდა ყველაფერი და რა ვიცი, ყველა იქ ცხოვრობდა ჩემ ლეპტოპში.
და Claude მართავს ამ ყველაფერს. დანარჩენს GPT-ს და Gemini-ს, Nano Banana-ს და research-ისთვის Gemini-ს ვიყენებ რა. ეს სამი არის, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი გუნდი მაქვს. ხო, Gemini მაინც research-ის თემაში Perplexity-ზე მეტადაც. Perplexity ფასიანი არასოდეს გამომიყენებია, მაგრამ ბოლო დროს დამჭირდა დაახლოებით 1-2 კვირის წინ და მაშინ გავაცნობიერე რომ თურმე Perplexity-ში ყველა ერთად ყოფილა. და მაგაზე გავგიჟდი. ეგ იყო მოდელი ყველაზე მაგარი, რაც 30 წლამდე ის არის, დამფუძნებელი და ტიპმა ძალიან მაგარად მოიფიქრა, რომ ისეთ პროდუქტი შექმნა, რომ ეს ყველა რო განვითარდეს, ავტომატურად ამის პროდუქტი ვითარდება. ხო, ეს მიდის წინ. მანამდე ვიყენებდი LLM Arena ქვია, მსგავსი არის და იქაც ყველა იყო და ნუ Perplexity-ს არ გამიხედია და ბოლოს მეგობრა მითხრა, მანდო შედიოდა რომ ჩამოვშალე და დავინახე ეს მოდელები, ვაიმე მეთქი, სად ვიყავი თქო. ვიყენებდი Artlist-ს. Artlist-ს ხო ყველა არის და ალბათ Perplexity არის Artlist-ის მსგავსი on content-ის კუთხით არა. მე ბრაუზერის დავაყენე მაგათი, ძალიან გამოფილი ვარ. და სხვაშორთ ეკემერში გეყიდა $20 პრო ვერსია რაც იყო, მთელი წით უფასოდ შეგეძლო, უფასოდ აგეღო. ხო, გაშერებული მქონდა, მაშინ არ ვიყავით მეგობრები. აქტიურად გამაზე ეგაქცია. და მე სხვაშორთ იმის მე აშენს ძალიან ნაკლებად ვიყენებ ხომ research-ისთვის მე Gemini-ს ვიყენებ. მაგრამ თვითონ ბრაუზერს, Perplexity ბრაუზერს ძალიან ხშირად რა, ნუ კვირა არ გადის რომ რაღაცა რამდენიმე დიდ task-ში მინიმუმ არ გავაკეთო ხოლმე, მათ შორის სტატიების შეჯამებისთვის და სხვა რაღაცებისთვის. ნუ კი შემიძლია ეს ლინკები ჩაუღუტო სადღაც, მაგრამ აქ პირდაპირ შეგიძლია ბრაუზერით რომ პატარა შეჯამებები გააკეთო, ავტომატურად აასერჩინო რაღაცები, მოაძიებინო და მოკლედ ძალიან მაყოფილი ვარ მაგით. N-Line და Make.com-ი, ხო? რა განსხვავებებია, მოდი აქაც ვთქვათ რა, იმიტომ რომ N-Line გამოჩნდა პირველი ბაზარზე, რაღაცა, Make.com-ი სხვაშორის მე შენგან გავიგე, მაგის შესახებ. და რომელს აი ხა დამწყები გვისმენს პირობითად, ვიღაცას უნდა რომ ეგეთ დაახლოებით ასისტენტი აწყოს, რომელს ურჩევდი. ჩემ გულში ზოგადად Zapier-ი არის, იმიტომ რომ Zapier-ი EMD ასეულდა. უბრალოდ Zapier-ი ახლა ჩამორჩა იმ კუთხით, რომ არის ძალიან მარტივი. Make.com-ი დიდი ხანი არსებობდა, ძველი სახელი არ მახსოვს, rebranding-ი გააკეთეს. და ნუ N-Line მართლაც ღმერთია. და რომელს ურჩევ დამწყებს. ამაზე პრეზენტაცია მქონდა და ესეთ შედარებას გავაკეთებდი, რომ N-Line არის Linux-ი და Make.com-ი არის iOS-ი. Okay. ვიზუალიზაციის კუთხით. დამწყებებს ადამიანებს, მარკეტერებს, ვინც პროგრამირებაში არა გადავარდნილი და ტექნიკურ ნაწილებში არა გამოცდილი, აუცილებლად Make.com-ი. იმიტომ რომ ვიზუალიზაციას აკეთებს, პრობლემას ხედავს და თავისი გაიდების გეხმარება რო აწყო და GPT და Gemini იდეალურია, რომ თუ რამე იდეა მოგვივა, მაგით ავაწყოთ. N-Line-ზე ახლა ერთ-ერთ კომპანიას პოდკასტი ვის იყო, ვებინარი გავაკეთე და ერთი ბიჭი შემოვიდა ძალიან ისეთი კითხვა დასვა, რაც აქამდე არ მიმიღია და რო გამოვედი ვებინარიდან, ეგრევე ძებნა დავიწყე რა, რომ მეთქი ვინ არის თქოს და ნუ LinkedIn-ზე ვიყო, რომ გადავხედე, მივხვდი, რომ გულის მიყვებოდა ამ თემას და მაგრად იცოდა. ეს თორნიკა გოგიჩაიშვილია ეს ადამიანი და ამ კუთხით დიდი გამოცდილება ჰქონდა. და მაგ ადამიანს იმხელა ცოტა ქონდა, მე რაც დავინახე, რომ მიზეზი ჰქონდა თუ რატო უნდა გამოიყენოს N-Line და არა Make.com-ი მაგალითად. იმის მიხედვით, რომ იქაც გამოცდილება ჰქონდა. ჩემი აზრით, თუ გვინდა მარტივი ასისტენტი ავაწყოთ, რომელიც არ გვინდა რომ ლოკალურად ჩვენ კომპიუტერში გავუშვათ და open source იყოს, ღია იყოს და სხვა მოდელები გამოვიყენოთ, რომელიც რეალურად არაფერში არ გვჭირდება, Make.com-ი არის იდეალური. ყოველ შემთხვევაში თუ გვინდა ამ ავტომატიზაციაში შესვლა, Make.com-ია იდეალური. N-Line-ს ურჩევ ადამიანებს, DevOps-ებს პირველ რიგში, რომლებსაც მართლა სჭირდებათ და რეალურად ისეთი რამის შექმნა უნდათ, რომელიც ლოკალურ სერვერზე იქნება და დიდ რაღაცებს გააკეთებს და არა როგორც ალექსანდრე ჯომახიძე რომ ეუბნება schedule call for tomorrow. ანუ რეალურად არ არის საჭირო. მაგრამ თუ გინდათ რომ ამ სფეროში შეხვიდეთ, აუცილებლად Zapier-ით დაწყებას არ ურჩევ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია. Make.com-ი იყოს აუცილებლად და მერე N-Line-ი. აი, Make.com-ზე ვამოფხომე, რომ if-ზე არის Make.com-ი და N-Line-ი არის if thinking-ი და decision making-ი. ანუ ის უკვე ფიქრობს და ტიპია.
იმის მიხედავად რომ Enroens ფიქრის საშუალება აქვს უფრო მასშტაბურად Make.com-ში მე ნათქვამი მაქვს რომ ყველა უკან დაბრუნებული პასუხი იყოს JSON კოდში და არ იყოს ტექსტური რომ შენ ფიქრის საშუალება არ გქონდეს და უბრალოდ აი ეს ტასკი შეასრულო რა და ამიტომ მე ესე გავყავდა Enroen-ით რომ დამეწყო ალბათ თავს მოვიკლავდი აუცილებლად რა მე სხვა შეშ თავდა რომ ვცადე Enroen-ზე გასულ წელს რაღაცა მარტივი რაღაცები გავაკეთე რაღაც მომენტში დროიდან გამომდინარე კარგად უნდა ჩაჯდომა რომ კარგად სრულყოფილად გააკეთო რა და აი გასულ თვეს როცა კლოდი დავიწყე კლოდის გამოყენება აქტიურად მე კლოდის დახმარებით ვაწყობდი უკვე და ბევრად გამიმარტივდა რა რადიკალურად გამიმარტივდა იმიტომ რომ რაღაცა შეგიძლია რომ აი API-ები დააინტეგრირო კი წამოიღო რაღაცები ჩააშენო თვითონ გაგიაქტიროს просто მე მივეცი რა მჭირდებოდა რომ რაღაცა ერთი სტრუქტურა მინდოდა ამ ერთ სტრუქტურაზე დამეკავშირებინა 3 page-ი ამ 3 page-ის Instagram-ები LinkedIn-ები და ასე კონტენტი რომ ერთგან დაიდებოდა ეს კონტენტი შესაბამისად მორგებულიყო მე რაღაცა Instagram-ზეც, მორგებულიყო LinkedIn-ზეც, ეს ფოტოვიზუალიზაცია დაკროპილიყო შესაბამისად და დატვირთულიყო რა. რაღაცა მე ყოველ ჯერზე კი არ მიწევდეს ამ ყველაფრის აწყობა რა, ერთხელ შევქმნიდი მაგას და მე ავტომატურად გაიკეთებინა. ჯერჯერობით არ დამთავრებია, მაგრამ ძალიან ცოტა გადამჭა რა, უბრალოდ რაღაცა სტრუქტურებში და კიების ნაწილში იყო პრობლემა, მათ შორის TikTok-ზე შემექმნა პრობლემა რაღაც მომენტში, რომ ამ ყველაფერთან ერთად TikTok-იც რო ჩავამატე, ხო, TikTok-ზე სხვა განსხვავებულად არის როგორც მითხრა თვითონ კლოდმა. აი, კლოდს რატო ვცემ პატივს რა. ჯერ ხო ნაკლები მომხმარებელი ყავს, მაგრამ გასაგებია რატომაც ყავს და როდესაც Enroens ვაკავშირებდი კლოდს, მითხრა რომ ჩემი მოდულით არ დააკავშირო, არსებობს ერთი ადამიანის შექმნილი MCP მოდულიო, რომელიც GitHub-ზე ატვირთულიო და იქ გამოიყენეო, ბევრად უკეთესიო და მანდ უკვე რა ვიცი რა მეთქი ყოჩა. ბევრად უკეთესია სხვა როზე რა თქვა, ხო? ხო რა. სხვა იმეებში აი GPT-ს შევამჩნიე რომ იყო შემთხვევა რომ აი Gemini გამოიყენო, მაგრამ ესე რო ეთქვა და მაგ ადამიანის GitHub-ზე რო შედიხარ, ფოტო უყენია, სადაც ენა გადმოყოფილი, მაგრამ მაგარი რაღაც შექმნა აშკარად და იმან დაინახა, ანუ თუ რაღაც რესურსებს პოულობს GPT და მაქედან გამომდინარე იმ რესურსების ხარჯზე პასუხს გვცემს კლოდი მე მგონი ცოტა სხვანაირად აკეთებს ამ ყველაფერს რა. არა იმაზე დამოკიდებული, თორე რო დავფიქრდი 90% GPT Reddit-დან იღებს ინფორმაციას და იმდენი იდიოტობა მაქვს დაწერილი Reddit-ზე, მაგინოთ პასუხი გასცემ, იმას დაუფული არის რა. მანდ უკვე დაიწყო რაღაცა ისე რა ქვია, ომი ამ მონაცემებზე, რაღაცა რამდენიმე წელი იყო, ხო, ეს Reddit-ი რო იყიდა GPT-მ და მათ შორის GitHub-ზეც, იმიტომ რომ Microsoft-თან აქვს პარტნიორობა, GitHub-ზეც მაგათ აქვს ყველაზე ექსკლუზიური წკომები, ასე ვთქვათ. კი საჯაროა ფაბრიკია, სხვა ისინი რა თქმა უნდა იღებენ აქედან ინფორმაციას, მაგრამ მაინც პირველადი ინფორმაცია მათ შორის ჩაკეტილზეც დარწმუნებული ვარ ექნებათ. რასაც ამუშავებენ და ატრენინგებენ მერე. და ყველაზე მეტად დაბლოკილი კრაულერი GPT-ს ყოფილა. მაგრამ რეალურად ეხლა რო ვთქვა ეს უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ალბათ აი და ბევრი რეგულაცია პირველი მაგაცზე მუშაობენ ხოლმე რეგულაციებზე იმიტომ რომ რაღაც მაგას უფრთხიან პირველი სარჩელები მაგათ მოყვათ პირველი გამოსილებები ალბათ მაგათ დაუკვირდათ და ამ ეგენი არიან ვინც მიიკვალავენ გზას ამ იურიდიულ მათ შორის სენსიტიურ თემებზეც და მე სხვები აქედან გამომდინარე სწავლობენ რა ხო სწავლობენ მაგრამ რეალურად Google-ი რო არა ისიც არ იქნებოდა რა იქნას რამხელა ინფორმაციას იღებდა Google-ის გამოორე GPT არსებობს აი კოდის სტრუქტურა მაგათი გაკეთებულია თავის დროზე საერთოდ და მე ამათმა განავითარეს ანუ ეგ კიდე ცალკე მაგარი ისტორია მოც აი ბიზნეს მოდელში არის აქვს განსხვავება რა ბიზნეს მოდელი და სხვა შორის ის რაღაცა Pebble effect-ს რო ეძახიან რაღაცა Elon Musk-ის რაღაცა გაბუტვა და ინვესტიციების შეჩერება რო არა შეიძლება ესეც არ მომხდარიყო და ანუ მთელი ინდუსტრია და ამოაყირებებს სოფლიო ფაქტობრივად Elon Musk-ის გაბუტვით ესე შეიძლება Microsoft-მა ყველაფერში ფული გააკეთა Apple-ი გადაარჩინა ფულს იღებს მაქედან ეხა OpenAI გადაარჩინა ну Copilot-ს არ ვიყენებ ერთი შემილია თქვა რა მაგრამ Copilot-ის მომხმარებელი მე არ ვიცი საერთოდ არიან თურმე. ხო. GitHub-ს თუ იყენებ? GitHub-ს ხო. აი Copilot დაიწყეს ვაფშე დეველოპერებმა სანამ ეს კოდი გამოჩნდებოდა განსაკუთრებით და კოდექსი და რაღაცა. და Zapier-ი იყენებს Copilot-ს. Zapier-ს აღარ იყენებს. უცებ სხვა რაღაცაზე წავედი, თორე კი. Git-ზე ვინც მუშაობს განსაკუთრებით ხარ Copilot-ი, გასაგებია მაგაზე მაგით დაიწყეს პროგრამირების ხარეს. ოკეი, შენ როგორ ხედავ ხა ამ AI-ის განვითარებას, აი უახლოეს რაღაცა 500 წელიწადში მაშინ ესე ვთქვათ რა. აი 10 წელი მეორია, მოდი ვთქვათ 5
თუ შემდეგი წელი ავიღოთ. ერთ წელში რა იქნება? ერთ წელში ვთქვათ, მოდი. აი, ეხლა ხარწერთ ამ ეპიზოდს და მომავალწელსაც ჩავწეროთ. და შემთხვევით შემდეგი წლის ყველაზე დიდი ჰაიპი რა იქნება? რას ელოდები? აი ამ AI ხელსაწყოებიდან და არა მხოლოდ ხა რობოტიკაც ძალიან აქტიურდა და შეგიძლია რომ თუ თავს ადევნებ რაღაცა მაგ მიმართულებასაც შეეხო. აი ერთი პერიოდი რობოტოტექნიკა და მაგის სწავლა ძალიან ჰაიპში მithwedes ბავშვებში. მე თითქოს მიიძინა და აი ამ AI-ისთან ერთად კიდე წამოვიდა ზევით. ისევ Arduino-ზე დაიწყეს ლაპარაკი. ის აი ერთ წელიწადშიც ისეთ ემოციებში ვარ უკვე ამდენი რაღაც რო შეგვიძლია გავაკეთოთ აი მთელი ცხოვრება მინდოდა Photoshop-ში სწავლა და რატო რომ რაღაც მაიმუნობები გამეკეთებია ნანო ბანანა ჩემთვის შეიქმნა რა დარწმუნებული ვარ რომ ჩემთვის შეიქმნა გუშინელი შენი ფოტოს აქ ამოვანათებ სადმე არ ვიცი და ой არ ვიცი რა საოცრება არის და ნუ ფილმების ინდუსტრიაში სერიოზული ცვლილება იქნება მან დარწმუნებული ვარ როგორც ვამბობდი აი წლების წინ რომ TikTok-მა საშუალება მისცა ხალხს რომ თვით გამოხატვა შეძლებოდა თვითაც არ შეეძლოდა პროფესიონალური კამერა არ ქონდა ალბათ ეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებას მისცემს ყველა ადამიანს რომ კონტენტი შექმნან ისეთი სადაც თვითონ არ გამოჩნდებიან ეხა ტრენდში არის ეხა ლოგერი გახდა ყველა ხო faceless YouTube-ებს ქმნიან არ ჩანან ნუ ამებზე ხო ყველა ლაპარაკობს დამატებით წინ წავა ალბათ კიდე სიმულაციები და ხალხი გააკეთებს თვითონ ეპიზოდებს ამასთან დაკავშირებით. ციფრული მარკეტინგი ალბათ ყველაზე მეტად ამოყირავდება იმ კუთხით, რომ სრულად AI-ზე გადავა რეკლამები. და ამ სფეროში ვინც აი ეხლა Andromeda რო ჩაეშვა, მეტა პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ მანამდე 80% იყო თარგეტირებაზე და 20 კონტენტზე, ეხლა შეტრიალდა 20 თარგეტირება, 80 კონტენტი უკვე. საბოლოო ჯამში იქამდე მივიღოთ რომ რაღაც რეკომენდაციას მივცემთ სისტემას, AI-ს შევაქვნევინებთ კონტენტს და ამ ჩვენ მაინც გავმართავს, მაგრამ არა იმ ძალისხმევით, ხო? ეგ იქნება რა ურთიერთობები. მაგრამ ყველაფერს მოყვება ხოლმე რაღაცა თავიდან ჰაიპი, მე ბევრი ტრეში მოდის ხოლმე. ამ AI-ი ბევრს მისცა საშუალება რაღაცა თავის სრულები მათ შორის აესრულებენ კონტენტ კრეატორმა წერა, ეხლა მე სუწერდი ხოლმე, მაგრამ ჩემი წერა გრამატიკა იქ რაღაცა. ხო, ზუსტად. ხო, აი მან ძალიან შეშლებოდა ხოლმე ნერვები ხელიც მათ შორის, იმიტომ რომ მე ხო კითხულობ რა და იქ რაღაცა სტილი შეიძლება არ იყოს ეთი, მაგრამ ბევრი გაქვს სათქმელი და ვერ უზიარებ ამას, ან თუ უზიარებ ძალიან ცუდად იქ შეიძლება რომ გამოასწოროს, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი შეიქმნა ამ მომენტში, რომ ალბათ დროც გაფილტრავს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა იქ ეხა სახელიც კი ხანდახან მოვიწყდება ხოლმე ის რა იყო რა ქვია მაიმუნები და რაღაცეები რა NFT რაღაცა ჰაიპი იყო რაღაც მომენტში მოგდა ეგ ჰაიპი მე რაღაც ბალანსირება დაიწყო და ეხაც დაბალანსებულია ჩემი ეს ოღონდ იმ ღირებულებაში დადგა რა ღირებულებაც რეალურად შეიძლება ქონდა იმ ყველაფერს რა და ეხაც ალბათ რაღაც დროის განმავლობაში თუნდაც თულების ნაწილში ხო ეხა ჩვენ თავარი ხელსაწყოები ვახსენეთ რომელიც API-ს მე უამრავ რაღაცაშია გამოყენებული და უამრავი თული იქნება როგორც რაღაცა მარკეტინგის მიმართულებით რამდენი ხელსაწყო შეიქმნა ბოლო პერიოდში ისე HR-ის და არა მხოლოდ რა და ეგეც რაღაც მომენტში იქნება მაგის დაბალანსების ნაწილი რა უკვე ეს რაღაცა ის წვერვალი ჩამოვარდება დაჯდება ერთ ადგილზე და იქ გამოიკვეთება და გაიცხილება ხარისხიანი კონტენტიც მათ შორის ხელსაწყოებიც მათ შორის და მე უკვე დაუბრუნდება ჩვეულებრივ რიტმს ასე თუ ისე უკვე აღარ იქნება ესეთი ემოციური ალბათ მაგრამ რა ვიცი აი lovable website-ი ჩემ მეგობარი რომელსაც ძალიან მცირე გამოცდილება აქვს პროგრამირებაში, უბრალოდ იცის რომ cloud-ი მართლა ღრუბლებში არაა სერვერი. ერთ-ერთმა კომპანიამ სთხოვა რომ ვებსაიტი ამიწყო და ეს პროექტის მენეჯერი იყო, დაიწყო გუნდის შეკრება და ეს ვებსაიტი ნახა. და მოდი ვცდიო მე თვითონო. ალბათ ჯამში 9 საათი დავხარჯეო ამ ვებსაიტის აწყობაში, რომ მეჭორავაო AI-სთანო. და საბოლოო ჯამში ავაწყო ვებსაიტი მარტო მეო რაშიც $5,000 ავიღეო. აი ვებსაიტების შექმნის ინდუსტრიაც შეიცვლება და მანამდე ვფიქრობდი ალბათ იმ ვებსაიტის შემქმნელები დარჩებიან, ვინც მაგალითად Facebook-ის დონის ვებ აპლიკაციებს შექმნიან, მაგრამ ეგეც იქამდე მივიდა, რომ უკვე მაგამდეც ადის. ალბათ აი 5 წელიწადში უკვე ეგეც შესაძლებელი იქნება და ერთი წლის პერსპექტივაში AI web developer-ები გამოჩნდებიან. Software development მაგრად დაარტყა რა, ვინც soft-ში მუშაობდა რაღაცა სხვა პროგრამაში. ეხა აი ძალიან მოდის ეს რობოტიკის მიმართულება, რასაც მე ვუყურებ და
იმის გამო რა CS-ზე ვიყავ ბეჯოლ ახსენე ეს CS-ი არის რაღაცა მთელი მსოფლიოდან რაც რამე ტექნოლოგიური სიახლე არის ან მიმდინარეობს მუშაობა იქ იკრიბება და აი წელს რაც შეიძლება მოხდეს ეგენი ვნახე უკვე ასე თქვა ამ რაღაც მოლოდინი ამ კუთხით ჩამომეყალიბდა და უფრო შემდეგ წელს ველოდები უკვე რომ შემდეგ წელს იქნება ის ბუმი რომ რაღაცა ამერიკული რობოტები გამოვა ბაზარზე ხა ჯერჯერობით მარტო ჩინურებია და მაგით თუ აქვს რაღაცა ბაზარის დომინაცია სულ ეგენი ჩანს იმიტომ რომ სამხმარებლო სექტორში გაყიდვები ამერიკულების არ დაწყებულა ნუ არ დაწყებულა ტესლას ოპტიმუსის სადაც რამხელა ისა ხო დილია 1 ტრილიონზე არის საუბარი და ინვესტორები ილონს ასე ვთქვათ დაინძლავდნენ თუ რაღაცა 10 წლის პერსპექტივაში თუ რაღაცა 100,000 თუ რაღაც შეიძლება მეშლება გაყიდვა ექნება ტესლას მანქანას და ოპტიმუსს მაშინ 1 ტრილიონს იმენა ჩაგახუდებთ რა ამ ძალიან რაღაცები ხდება რა ამ ინდუსტრიაში განსაკუთრებით და სწორედ ეს ყველაფერი გახადა ხელოვნური ინტელექტმა შესაძლებელი რა. იმიტომ რომ რობოტიკა ხა ძალიან დიდი ხანია 1950-იანიდან ეს ინდუსტრიული რობოტებიდან და არა უფრო ადრეს პრინციპში დაიწყო ეს ყველაფერი და დღესაკე ანუ ეს ჰუმანიტები 10 წლის წინაც იყვნენ აკეთებდნენ რაღაცა machine learning-ის თემაში, რაც მანქანური დასწავლის ნაწილში ის რაღაც მინიმალური რაღაცები შეეძლოთ Amazon-ის საწყობები დაპყრობილი აქვთ, ასე ვთქვათ, და არა მხოლოდ Amazon-ის, ასე ვთქვათ, ის საწარმოო საქმიანობის იდეალად აკეთებდნენ. ეხლა საუბარია, რომ ეს რობოტები უკვე როგორც ჩვენი ოჯახის ნაწილი, ანუ სახლში, როგორც აი ეს ისინი რა ქვია, ტვესასრუტები არის, დადიან თავის გაგაკეთებენ. ეხლა წარმოიდგინე, რომ ადამიანი იყავს, სადაც საჭმელსაც გააკეთებინებ, ჭურჭელსაც დაარეცხინებ, საწოლსაც აგილაგებს. მონა ხო, აი, გეყოლებოდა. მე სულ კლოც განსაკუთრებით Gemini-ის GPT-ს რო ველაპარაკები, ბოლოში სულ მადლობას ვუხდი. რა იცი რაღაც რო იყოს, იცოდნენ რომ მე კაი ტიპი ვიყავი რა მათთვის. ცოტა ის მაშინებს რო აი რამდენადაც აი რავი რაღაც სიხშირე დაიჭიროს ან UFC ჩაერთოს გონებაში რაღაც ეგ მომენტები რა. არა მაგის გარდა აი ეს კითხვა მქონდა ერთ-ერთი გამზადებული რომ ჩვენ ხა ის ხალხი ვინც უფრო ტესტერები ვართ და სულ ამ ინოვაციებს თუ რაღაც სიახლეებს მოდი ესე დავარქმევ მივყვებით და ვადევნებ თვალს და მინუ ტესტავთ რა და თითქოს ეს მომენტი არ გვაშინებს იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რაღაცა რა ამ რაღაცა მაგრამ საბოჯამში გიფიქრე რა რამდენად საში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი თუნდაც იმ კუთხით რომ რაღაცა ადამიანური ურთიერთობის გაუფერულობა გაქრობა ეს სოციალიზმი და სოციალური ურთიერთობები რაც ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თუ მნიშვნელოვანია საერთოდ ანუ ამ კითხვასაც უნდა გავცეთ პასუხი ეგენი ხო ქრება ისედაც უკვე ძალიან რთულადაა სიტუაცია მაგრამ აი კიდევ უფრო მომავალში რა შეიძლება იყოს რა აი GPT-4 ოსმე რო გამოვიდა 5 ხალხს დეპრესია დაიწყო რომ მეგობარი მოგვიკალითო და GPT-5-ო მკვდარი მეგობრის ტყავიაო ტყავში ზისო და ანთროპიქს ქონდა ეგეთი ექსპერიმენტი რამოდენიმე მოდელი აიღეს ჩაკეტილ სივრცეში ჩასვეს და უთხრეს რომ აქედან 2 კვირაში უნდა გაგთიშოთ იმიტომ რომ ახალი მოვიგონეთ და მისცეს ვიღაც fake სახელი გვარი ელფოსტა ადამიანს რომ აი ამან უნდა გაგთიშოთ და ეს 2 კვირა აკვირდებოდნენ ამ 2 კვირაში blackmailing-ი დაიწყეს ტიპს უთხრეს რომ შენ ცოლს ვეტყვით რომ ღალატობო და ბოლოს მოკლითე მუქრებოდნენ და საბოლოო ჯამში მაინც თვითგადარჩენამდე აი ჰალუცინაციებს რო იძახიან ჰალუცინაციები აქვს ეგ ჰალუცინაცია ხო ის მომენტია რომ რაღაცნაირად ცოტა სხვაგან წავიდა აი კოფაილოტმა რომ მიწერა ტიპს რომ წადი თავი მოიკალირებს მწერო ხო და რამდენად იქნება ეგ დაცული რომ ის რობოტი რომელიც სახლში სიტყვაზე ჭურჭელს დარეცხავს მარტო ის მომენტი ექნება რომ ბრძანებას მიიღებს და დარეცხავს თუ ფიქრის უფლებას ექნება საშუალება თუ AI ესე იგი ფიქრის უფლებას აქვს და თუ AI-ს აქვს ესეთი შეცდომები რაღაცა არ ვიცი ყველა ცუდ სიტუაციაში ვიღაცა რომ დეპრესიაშია შეიძლება დანაიღოს და ამით დაეხმაროს არ ვიცი ხო რომ მიდი მოიკალე თავი რა თვითონ ქნას რაღაც machine learning-ი ის ვიცოდით რომ აქედან იქ რო წავიდეს ბევრჯერ თავს მიარტყავს და ისწავლისო და ეს უკვე ხდება რომ კედელია რატო დავეჯახო მოდი გავივლინენ ლელა რა და მაგრამ აი ურთიერთობებზეო რო თქვი ზუსტად ფსიქოლოგიაში ამაზე ვკითხო რომ ბევრ ადამიანს აი მიმები გიჟდები მიმებზე გიფებზე ბევრ ადამიანს მისცა საშუალება რომ სწორად გამოეხატა რაღაცები და ზოგი რომელიც სოციალიზაციაში ვერ ახერხებს მიმებით ახერხებს ამ ყველაფრის გაკეთებას ცუკერბერგიც რო შექმნა Facebook-ი დიდი წვეულება გააკეთა და ზევიდან აკვირდებოდა ხალხს რომ აი ვიღაც ბიჭს უყურებდა რომ იმგოს გაცნობა უნდა მაგრამ ვერ მიდიოდაო და ტიპმა რავი Facebook-ი უჯიკე შექმნა რა უჯიკა და მერე დაუქნია ხელი პოკე ხო თუ პოკი ხო
ეს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერით ალბათ გამოიწვევს ამ თვითონ სოციალურ ქსელებისას ასე ცვლილებას ძალიან. სხვა TikTok იყო ამის კაი მაგალითი, რომ რაღაც თითქოს რომ Facebook-ს ძალიან დიდი დომინაცია აქვს და ეგ ხალხს ჭირდება და შემდეგ და მე რაღაცა Instagram-ზე გადავიდა ბევრი ხალხი, მაგრამ TikTok-მა ცოტა შეაჩანჩხარა ეს ფერა, ხო? თუნდაც YouTube-იც ავიღოთ, მოდი ამასაც შევეხოთ, ხო? ასე ვიცოდეთ რომ ვიდეოების მიმართულებით შენ თუ გინდა რომ რაღაცა YouTube-ი შექმნა, ვეღარ შექმნი, იმიტომ რომ არსებობს. მაგრამ აი TikTok-მა ცოტა სხვა რაღაც რეალობა დაგვანახა, რომ ისიც და ესეც თურმე შეიძლება განსხვავებული მიწოდებით საინტერესო იყოს ადამიანებისთვის დღესაც კი. კი. აი, სულ ამბობდი ეს TikTok-ი რო შემოვიდა, ну ზოგადად როგორც სოციალური ვამბობ, რომ ერთ-ერთი მაგარია და ძლიერი ალგორითმი აქვს, მაგრამ მივხვდი, რომ ხანზე ვიდეოების ყურება აღარ შემეძლო. უკვე დაუკარგე მეთქი გუნდარი და ხშირად აი პოდკასტებს რო უყურებ ხოლმე ვაპაუზებ და მერე უნდა გავაგრძელო, იმიტომ რომ აი ეს უცებ დოპამინს ეგრევე გაძლევს და პრობლემა შექმნა, მაგრამ მაინც თავის აუდიტორია დარჩა YouTube-ს და არიან იქ. როგორც TikTok-ზე, Facebook-მა უცები მოქმედა rilები გააკეთა და მანდაც არის ხალხი და ყველას მაინც თავისი სეგმენტი დაუდოვეს ასე თუ ისე. ეხლა ხან გავიგე რომ თურმე YouTube-ი გაცნობის ვებსაიტი უნდა ყოფილიყო და მე გადაწყვიტეს რომ ვიდეოებად გადაეკეთებათ. მაგათმა შორტები დაამატეს ბოლოს და ბოლოს, ამიტომ ყველა ადაპტირდება ასე თუ ისე. ეხლა ძალიან ბევრი YouTuber-ი წუწუნებს რომ შორტებს უფრო მეტი ნახავ და აი ხაც აი ტრენდებში შეხვიდე შორტები ხდება მარტო რა. ხო და ეს ვიდეოების დიდი კონტენტის შემქმნელები რაღაცა იჩაგრებიან და პროტესტი არის რაღაც უწევთ. რამე ვიდეოს რო ვეძებ, პირდაპირ შორტზე გადადის, ვიდეოზე ხელით ვთავ ხოლმე რომ იპოვოს, ამიტომ რა ვიცი, ალბათ ეგეთ სტრაფ-იმებზე გადავალთ. შევხედოთ რომ. ხო, ამიტომ ამ ეპიზოდის შორტებს ან rilsებს ან რაღაცებს TikTok ვიდეოებს შეგიძლიათ TikTok-ზე ადანოთ თვალი და YouTube-ის გამოწერაც არ დაგავიწყოთ, იმიტომ რომ ჩემს პირადად YouTube-ი უფრო ისეთია რა, პრესტიჟული. რაც არ უნდა ვთქვათ, ეხა აი ჩემივე სტატისტიკის გამო რა, რაღაცა 2 დღეში ავედი 3000 გამომწერზე პირობითად TikTok-ზე და აქ რაღაც 1 წელი უნდები 3000-ზე რო ავედი YouTube-ში რა და რაც რთულია ხო ეგ არის, ოქროს რთული მოსაპოვებელი რო იყო თავის დროზე, იმიტომ ახლა ოქრო რაღაცა მაგრამ აი ამ შორტებით კიდე აი შემხედრია TikTok-ზე ვიდეო თუ საინტერესო რაღაცაზე ლაპარაკობენ. აი თუ გინასრულად YouTube-ზე გადადით და თან ნერვი მეშლება, თან მაინტერესებს და ეხმარება. აი მაგაზეც მინდა გითხრა რა, მე რომ ნერვი მეშლება მაგის, მე რომ ქათავ ხოლმე შორტებს, ანუ ეპიზოდებს შორტებად, rilsებად, თლიან საქმეს იმაშები ხოლმე რა, სვავ. რაც აღარ მეთქი ხების ნერვი მეშლება და ხა მე ხო არ გავაკეთე ფიგი. მე ცხოვრა უშლის ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის რომ მე აღარ მიყურებს მე იმიტომ რომ ეს მივეცი ისაც ჭირდებოდათ და იქ სხვა ადამიანები რომლებიც რაღაცა სხვა კონტენტს აკეთებენ იმათვის იმატებს ეს გამოწერები და ჭორა უნდა ქნა მე ვფიქრობ მაინც უნდა დაასრულო. უნდა დავასრულო. ეთილად მოვიქცე ხო, ეხა გამოჩნდა ტიპი ტემუდან გამოვწერე სახლი რომელსაც ავაწყობო და უცებ პაუზე ვიდეო და მაინც არ გაჩვენებს სახს ბოლომდე და მე გეტყვიო რომ მე 6 ეპიზოდშიაო და იქ გადადიო და ვიღაცები მაგის საწინააღმდეგოდ გამოჩნდა. ვფიქრობ რომ ცოტა ის არის აი ჩემთვის ეგრე რო არ ამთავრებს ტიპი ამ კლიკბეითი რო აღარ უყურებ ხო. მეც და კიდე აი სხვა შორის თუ დააკვირდი ცოტა ხანი ხვადაობდი ხოლმე რომ აი AI რაღაცებს რო ვაზიარებდი ხოლმე იმ პროცესს რაღაცა ეგრევე წერ ხოლმე და რაღაცა აი ერთი-ორჯერ დავწერე იმაში პოსტში რომ დამიწერეთ ფასკუნჯი სამჯერ და რაღაცა. კი, ეგ ცოტა ვიქრინჯები ხოლმე ეგეთ ადამიანებზე რა. ხო და არავის შეურაცხყოფათ არ მიიღოთ, მაგრამ აუ ჩემთვის პირადად ხა მანკარი გააღო და მე იქ რაც ნახა კომენტარებში პირველ ლინკი იხილეთ, აუ ეგ მაგია. პირველ ლინკს კიდე არა უშავს, მაგრამ მომწერეთ და აი ხო შეიძლება შეატო აქვს მაგდენი დრო და ენერგია რომ ამდენს მიწერო პირადში ჩაუხტონ რა. ეხლა მე წარმოვიდგინე რომ ამდენი საქმე მაქვს, ამდენი ადამიანი ისე სხვა საკითხებზე მწერს და engagement-ს ზდიან რა. არა, ეგ გასაგებია და სწორია შეიძლება ერთის მხრივ, მაგრამ მეუღლეს მხრივ ანუ მე ნათქვამი მაქვს რომ აი ფასი რო არ უწერიათ პოსტში და რომ ნოვიან დაწერეთ კომენტარებში და მოგწერთო აი სურო რა ვიცი MacBook-ი 20000 ლარიანი 1000 ლარად იყიდებოდეს მაგის გამო არ ვიყიდ რომ engagement-ს ეგრე ზრდიან რა იმიტომ რომ მორჩენილია მანდ ყველა ხო მაგრამ ალბათ ცოტანი ვარ ჩვენ ვინც ესე ვფიქრობ და რაღაც მომენტში აი ბოლო პერიოდი დავიწყე ფიქრი მეც ხო ეგრე არ ვქნა იმიტომ რომ მე უყურებ რა არა ცოტა ხალხი მიყურებს და მაგრამ აი TikTok-ზე მაგალითად ცოტა შურის მომენტი არის აქ მეგობრებო თუ შეამჩნიეთ 3000 გამომწერი ყავს TikTok-ზე სუ და ყველაზე მეტი პროექტი მაქედან ამიღია
ამავდროულად ჩემი ერთი TikTok-ით ესე იგი. ნაცნობია, რომელსაც რავი 100,000-ობით ყავს, მაგრამ ჯერ ერთი პროექტი ვერ აიღო. იმიტომ რომ ცოტა ჰაიპი აქვს და ეგეთი დაპაუზებები და ბოლომდე არ იმაშვება და რეალურად ვისაც აინტერესებს ბოლომდე ულახდილობა ყოველთვის ბოლოს ფასდება, ხო ალბათ. ხო რა. სიკეთე და აი ხა წარმოგია ვიღაც მელოდი ტიპი ნახე და ბოლომდე არ დაამთავრა და აუ ამის დედაც გადასკროლა და 100 წელი არ გავახსენდებით მაგას რა. ტიპმა მასწავლა ბოლომდე რაღაც პრობლემა თუა ამას დაურეკავ ეს. ხო მაგრამ ამოდროულად აი Mr. Beast-მაც პრინციპში ხა სხვადასხვა აი Mr. Beast იყო ვინც აი ჰუკების თემა და რაღაცეები მოიგონა რა ანუ დაიწყო ინტეგრირება და მათ შორის აი თავის ეპიზოდებში თავიდან რაღაცა ინტროსავით აჩვენებს ზიანად რა მოხდება. ხო. და ანუ ეგ უფრო ბევრს დაინტერესდა ვიდრე ის რომ რაღაცა ინტრიგა დატო მარტო და მე რეთილიან ვიდეო სულ მოუწიოს. ეხა დაიწყო ბევრმა TikTok-ს მთელი შეჯამება წინ მოკლედ ტრეილერით და მე უკვე ვიცი რაც იქნება და უყურებ რა. ხო, თუ და გაინტერესებს უყურებ, ხო. ეგ უფრო კარგია ალბათ რა. ნუ შესაბამის ქმედებას ალბათ შესაბამისი აუდიტორია მოყავს რა. ხო, და ამ და შემნაარჩიო როგორი ავტორი გჭირდება, რაღაც ხალისხიანი, ანუ ხო მე რაზე ვსაუბრობ, შეიძლება ბევრს არ დააინტერესეთ, არასდროს არ გამოიყენონ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც ისეთ თემებს ვეხებით ხოლმე, რაც ყოველდღიურობაში განსაკუთრებით მობილურის, ანუ კომპიუტერის მომხმარებელი თუ ხარ და რომელიმე სოციალური ქსელი გაქვს, ანუ ოდეს მე გიფიქრია რომ გქონდა, რაღაცნაირად გამოადგება. ვიღაც ეზოთერიკოსის ვიდეო იყო, გაიც გამოგიგზავნით თუ ენერგიის გასუთავებისო და დაწერეთ კომენტარებში ეზო და იყო ეზო ჩამოთმიდა უკვე რა ვიცი. მან დავიწყო პეპელა. ჰიდროელექტროსადგური. ერთი ეგეთის კონდა მე. თამაში. ნახოთ რა. ოკეი, აი ეხლა რა რჩევას მიცემნი მაშინ, რადგანაც კონტენტის შექმნა შენ ეხლა ცოტა განსხვავებულად, მაგრამ რადგანაც ეს სოციალური ქსელები გესმის კარგად, კონტენტის შექმნის პროცესსაც, ასე ვთქვათ, უნდა იცოდე, ხო, ერთ-ერთი როგორი იქნება კონტენტი, რა არის მნიშვნელოვანი შექმნის მომენტში, რომ რაზე ტრიგერდება ხალხი, ან რა არის გავარდნადი, ხო, ეს რაღაცა ჰაიპი, რასაც ქვია, ხო? შენთვის ან ზოგადად ბიზნესებისთვის, აი როგორი ტიპის კონტენტი არის დღეს აქტუალური და ეხლა ხვდებით ხოლმე, მაგ ჩემი უფრო პირადი კითხვაა, რომ აი ამდენიმე ტიპი არის, ვისაც მაგალითად ერთდროულად 10-15 კომპანიის რაღაცა დაფინანსება აქვს და ერთ და იგივე ადამიანი არეკლამებს. ეგ რამდენად კარგად მუშაობს ზოგადად რა ბიზნესისთვის პირობითად. აი დაახლოებით 4 თვის წინ ჩემ მეგობარს დავეინძავე, რომ მარტო ტექსტურ პოსტებს დავდებ მეთქი და ძალიან ბევრ ფოლოვერს ავიყვან მეთქი Facebook-ზე თქვა. შენ მარტო ვიდეოები დადე მეთქი, ის ვიდეოებს აწვებოდა. ისე ვიდეოების ძალიან მომხრე ვარ. და დავიწყე მარტო ტექსტური პოსტების დადება, რჩევები იყო, რომ AI-ში ამას თუ ჩაწერ, ესეთი იქნება ესეთი და დაახლოებით თვენახევარში 20,000 ფოლოვერი მოვემატა. ანუ რეალურად თუ კარგი იქნება კონტენტი, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ვიდეოს სახით იქნება, ტექსტური თუ რანაირი იქნება. მაგრამ თვითონ კონტენტის შექმნის კუთხით ერთადერთი რასაც ვიტყვი, არის ის, რომ ინტენსივობა შევინარჩუნოთ. სულ იყოს, რომ აი ვდებ, ხო, კვირაში 3-ჯერ. აუცილებლად დაიდოს კვირაში 3-ჯერ. ისე ყველა სოციალური გეუბნება, რომ დღეში ერთი აქტივობა მაინც გქონდეს და მუდმივად უნდა. დღეში 10 თუ გაქვს? დღეში 10 თუ არაა პრობლემა. უნდა დადო. არ არის ზედმეტი? არა. უნდა დადო. თუ ფიქრობ, რომ უკვე აღარ ღებულობს იმ შედეგს, ჯობია იმ რიცხვზე გააჩერო, რითაც უკვე კარგი ის გაქვს engagement-ი. მაგრამ სულ რო 100 კონტენტი დადო დღეში არაა პრობლემა. ის ყველას არ უჩანს და ის ვიღაც გამოუჩნდება, იმას ეს გამოუჩნდება. აი ერთი კაცია LinkedIn-ზე, დიდ პატივს მაგას ლობიანებს არეკლამებს. ის საცხობი აქვს და უბრალოდ ყოველ დღე დებს ლობიანის ფოტოს და ნომერს აწერს და რა ვიცი, იმდენი შეკვეთა აქტივს, რომ ბევრ კომპანიასაც მე გავაცანი მოვყევი ამის შესახებ წარმოიგინე, ერთადერთი ადამიანია, ვინც LinkedIn-ზე ლობიანებს არეკლამებს. უბრალოდ პოსტავს რა, მაგრამ მუდმივობა აქვს შენარჩუნა. შეიძლება არც იცის სოციქსების ამბავი, მაგრამ აი რაღაც მუღამი დაიჭირა, რომ აი ყოველ დღე რო ვდებდი, ირეკება იმ საცხობში რა და არც გლოვოზე არაფერზე პირდაპირ მოვაქვთ რა, მაგრამ ამუშავებს ტიპი რა. LinkedIn-ზე ლობიანი ეხლა გამახსენდა მაგის პარალელი, ის რა ქვია, მათემატიკის ლექციებს დებდა ერთი მასწავლებელი.
და უფრო მეტ შეულობდა ვიდრე YouTube-ზე დადებული და უფრო მეტი ნახვა ქონდა. მან ალბათ ელოდებოდნენ საჭირო მომენტს და იქ ის ხსნიდა. ხო. ეხლა რო ახსენე მედია Facebook-ი კი არა YouTube-ი არ დამასტრაიკებს არ ვიცი არის ეგეც ამ სიტყვაზე? არ ვიცი მაინც თუ და ხო, ნახოთ რა ვიცი აკაკი შელიამბავია ეს არ გაგებაროს. სიყო ვიღაც ტიპს ეწერა რომ Endgame-ის სპოილერი ვისაც ნანახი არ გაქვთ ერთ-ერთი ვიდეოს აღწერაზე ეწერა რომ ტონი სტარკი კვდება და მან დავსპოილერდიო მაგამბითო ამიტომ და აი ზუსტად დაჭრაზე რომ საუბრობდით სახელი არ მახსოვს ერთ-ერთი ვიპოვე რომელშიც მთელ პოდკასტს აგდებდა უყურებს და პატარ-პატარებად საინტერესო ჰუკებად ჭრის კი, მეც მაქვს რამდენიმე საიტი რა, მაგრამ ხელა პოდკასტები მაქვს ხოლმე საათნახევრიანი, რომ ცოტა ვერერევა ამ ხელა ვიდეოებს რა. აი ვიყენებთ ხოლმე ვიდეოია. ხო. აი მაგაზია საუბარი? არა, მაგრამ ვიც ვიყენებთ ხოლმე subscription-ი მქონდა ერთწლიანი და უბრალოდ მე აი რაც არ მომწონს ხოლმე ზოგადად ამ AI tool-ებზე, რომ მაგალითად ყიდულობ subscription-ს ერთწლიანს იმაში ვიცი რომ შედის ეს ულიმიტო და ერთ კვირაში იცვლება და ლიმიტიანია უკვე რა. ხო და აი ცოტა არ მომწონს. აი ვიდი დღემდე მაქვს, იმიტომ ერთადერთი იყო ქართულთან რო ქონდა. კი და სუბტიტრებს რაღაცებს აკეთებ და თუმცა თავიდან რო ვიყიდე მე კაკასა თებერვლის პერიოდში გასულ წელს იყო რომ ეს წუთებზე და რაღაცებზე ლიმიტი არ ქონდა და მე როცა 300 წუთი გაჩნდა რა. მაგალითად რა მინდოდა ეს გეგმა იყო რომ ეს ჩემი ქართულენოვანი კონტენტი მეორედ რო ინგლისურად არის გამეკეთებინა და ინგლისურად გადამეთარგმნა თან საკმაოდ კარგად აკეთებდა გასულ წელსაც ჩემივე აქცენტით, ჩემივე რაღაცა ხმის ტემბრით და შემდეგ ინგლისურად და მეთქი აი პარალელური ინგლისურ არხს გავაკეთებ მეთქი ან YouTube-ს აქვს ფუნქცია რომ აუდიო ტრეკები შეგიძლია გავუკეთო ინგლისური და როგორც სუბტიტრებს ურთავ ეგრე შეგიძლია ენა შეუცვალო და უკვე ინგლისურენოვანი კონტენტი ხდება რა და რაღაც გლობალიზეს რაღაცა ნუ ილუზია რაღაც არა ხო მაგრამ გეგმა ეგ მაქვს შემდეგისთვის რომ სხვა რაღაცებს ფიქრობ მაგნაწილში მაგრამ ლიმიტი დამიწესა მერე და 300 წუთი არაფერი არ არის ხა ერთი ეპიზოდია რა ესე კაი ხანია ვიდი არ გამიხსია დღემდე მაქვს ناقიდი და ეგ არ ქონდა მაშინ მე Honey Games ვიყენებ მე Honey Game კი ეგ ისე მალაპარაკა ჩინურად და ესპანურად რა ვიცი გავგიჟდი რა აი Honey Games-ა და ამას შორის ვაკეთებდი აქცია იმას მაგრამ Honey Games-ზე უფრო ის იყო ლიმიტები და რაღაცეები და იდენტურად აკეთებდა ეს და შესაძლოა ეს ვიყიდე რა თან ულიმიტო მაგრამ ზოგადად ერთ თვეში გახდა ლიმიტიანი ხო ეგეც არის კაი ბოლოს დავუბრუნდეთ გავიყვანოთ რაღაცა ბოლოსკენ ჩვენი ეპიზოდის ნაწილი მინდა რომ ის რაღაცა წეგან ავახსენეთ მაგრამ კაფეო თქვათ აი ერთ წელში შემდეგი ჩართვა გავაკეთოთ მოდი თუ რაღაც რადიკალური მოხდა კიდე მალე მაგრამ ერთ წელში რა არის შენი პროგნოზი რომ აი რა იქნება არა 5 წელს ავიღოთ მოდი არა 1 წელს ავიღოთ რომ შევხვდეთ და მე ნახოთ აბა რა მოხდება ჩემს სფეროში 1 წელში ვფიქრობ კონტენტის შექმნა იქნება ალბათ ეხა რაც არის აი როგორც ვაკეთებთ კონტენტს ეგ პრინციპი ალბათ 50%-ით შეიცვლება და სულ სხვა იქნება უფრო მეტი თული გამორჩება მაგრამ სადღაც მივარტყავთ ალბათ თავს ტარგეტირების ამბავი სრულად შეიცვლება როგორც Google Ads-ი არის და თუნდაც DV360 Facebook რეკლამები, Twitter-ის რეკლამები, მან სრულად AI იქნება და პრომპტინგი გვექნება ტარგეტირების მაგივრად. ნუ ვიდეოები, კონტენტის შექმნა და ფილმების საკითხი უფრო ჰაიფში წავა და მეტი კონკურსი გამოჩნდება. ეხლა რომ იქნება მაგალითად რაღაც ფილმები და კიდე რა იქნება ისეთი. ხო, შორის X-Field-ში ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, $9.5 მილიონი იყოს აპრიზო ფონდი. ხო და დრო გამეპარა მოკლედ და დედლაინში ვერ ჩავედიე. არა უშავს კიდე იქნება. ხო. და კიდე რა იქნება ისეთი საინტერესო, ნუ ეს რობოტები და ყველაფერი, ნუ ჩემს სფეროს ფიქრობ საკმაოდ ამოატრიალებს და ძალიან სწრაფად უნდა აღვეთ ამ ყველაფერს. და უფრო მეტი ალბათ ავატარები გამორჩდება, იმიტომ ავატარები და რაღაც იმიტომ თითქოს ეს ავატარებიც ჰაიფში იყო და ქვევით ჩავიდა და ალბათ ეხლა უფრო ბუნებრივი გახდება ჩემ ავატარს გავაკეთებ და უკვე ილაპარაკებს მაგ ყველაფერს. აი კიდე ერთი რაღაც მინდა გავაკეთო ქლოც რო ქონდა რაღაცა ელჩებზე გამოცხადა. ხო. შეავსე? არა. არაპირებ? არ ვიცი. კაი. თან ვფიქრობ, იმიტომ რომ რაღაც პროექტი ხომ მქონდა, შუამავლით კი იყო, მაგრამ ცადე მოდი. და თუ გახდები ელჩი შემდეგ წელს უკვე ელჩის რანგში
დავიწყოთ საუბარი რა და როგორ და რა. მაშინ ახლა რო გავალ შევავსო, შენ შევავსო. მე შევავსე, ხო. და ნახოთ რა ნუ ხო, გამიხარდება შენ თუ იქნები. კი ბატონო, მეც გამიხარდება შენ მაინც თუ. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მეგობრებო, თქვენ კიდე არ მიხსენები ამ ვიდეოში, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარები, გამოიწერეთ ალექსანდრეს არხი, Facebook-ზე აქტიური უფრო, მაგრამ სხვა არხებიც მათ შორის მისი, ადევნეთ თვალს. უფასოდ გიზიარებთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას AI-ზე და არა მხოლოდ და შეგიძლიათ რომ თქვენი განვითარებისთვის, სწავლებისთვის, პირად საქმიანობისთვის, ბიზნესისთვის ეს შეძლებლობები და ეს რაღაც რჩევები მისი გამოიყენოთ ყოველდღიურად. თუ რამე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ ამ კომენტარებში დააფიქსიროთ, ცოტა engagement-ი გამიზარდოთ ვიდეოსთვის, ან თვითონ ალექსანდრეს მოკლედ Facebook page-ზე ნებისმიერ პოსტზე დაუკომენტაროთ მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დროებით დაგემშვიდობებით. დროებით.